მოგესალმებით, კვორუმი გვაქვს, შესაბამისად განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მორიგ სხდომას გახსნილად ვაცხადებ. დღის წესრიგის დამტკიცებამდე მინდა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოს ყველა მოქალაქეს მოგილოცოთ ქართული ენის დღე. Სუსტად 47 წლის წინ საბჭოთა რეჟიმი შეეცადა საქართველოსთვის წაერთმია სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი, ჩვენი სახელმწიფო ენა, ქართული ენა. იმ დროინდელი საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის განსაზღვრელი მუხლის გაქრობის მცდელობას ქართული საზოგადოების მხრიდან გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლები მოყვა, რომელიც ერის გამარჯვებით და ქართული სახელმწიფოს ენის სტატუსის შენარჩუნებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ქართული ენის წინაშე არსებული გამოწვევები დიდია. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა დაიცვას ქართული ენა და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2015 წელს სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ უმნიშვნელოვანესი გარანტია ქართული ენის და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური ენის საქართველოს მოქალაქეების ენობრივი უფლებების დასაცავად. ქართული ენის ცოდნა ჩვენი ერთიანი საზოგადოების გაძლიერების წინაპირობაა. სწორედ ამას ემსახურება სახელმწიფოს პოლიტიკაც. ერთის მხრივ ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს დავეხმაროთ საკუთარი მშობლიური ენის შენარჩუნებაში, მეორე მხრივ კი ხელი შეუწყოთ სახელმწიფო ენის შესწავლაში, რათა სრულად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება ერთიან ძლიერ საზოგადოებაში. სწორედ სახელმწიფო ენის დაცვას და განვითარებას ემსახურებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 12 ივნისს დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტით, რომლითაც უმნიშვნელოვანეს მიზნად განისაზღვრა სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის ცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა. სიმბოლურია, რომ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი დღეს განიხილავს საკანონმდებლო წინადადებასაც, რომლის მიზანსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ქართული ენის დღე. ახლა კი გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი. გაგაცნობთ სამივე საკითხს. პირველი საკითხი ეს არის საქართველოს მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ. მოხდება მისი განხილვა. მეორე საკითხი გვაქვს ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს მინისტრის მოადგილე ქალბატონი ანა მღებრიშვილი. და მესამე საკითხი ეს არის ჩვენი კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებები საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აქვე გეტყვით ტექნიკურად, რომ ჩვენ ვართ წამყვანი კომიტეტი ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ დღეს ერთი სავალდებულო კომიტეტი, ეს ხო აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაიმართა უკვე 11 საათზე, სადაც მე ეს ინიციატივა წარუადგინე და ერთხმად მხარდაჭერილ იქნა. 13 საათსა და 30 წუთზე გვექნება ასევე სავალდებულო კომიტეტი, ეს არის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, ამიტომ მე მომიწევს იქ გადასვლა, ჩვენ ესე ვთქვათ, მცირეხნიანი ტექნიკური პაუზის გამოცხადება დაგვჭირდება და დაბრუნებისთანავე ჩვენ უკვე წამყვანი კომიტეტის სახით განვიხილავთ ამ საკანონმდებლო ინიციატივას იმისთვის, რომ მიმდინარე პლენარული სესიის კვირას მოხდეს ხვალ უკვე ბიუროს დღის წესრიგში ჩასმა და ბიუროს გადაწყვეტილებით უკვე მოხდეს პირველი მოსმენით ამ ინიციატივის პარლამენტის წინაშე წარდგენა და დამტკიცება. კოლეგებო, ვინ არის მომხრე, რომ წარმოდგენილ დღის წესრიგს მხარი დაუჭიროთ? ერთხმად არის მიღებული, დიდი მადლობა. დავიწყოთ პირველი საკითხით. საქართველოს მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ. დღეს ქალბატონი ნანა სამწუხაროდ ვერ გვესწრება ობიექტური მიზეზების გამო, ის მესაუბრა და ამიხსნა თუ რატომ ვერ ახერხებდა, თუმცა ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგი, პროფესორი, ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება
ქართული ენის პოპულარიზაციას მიუძღვნა და დღემდე მოღვაწეობს სწორედ ამ მიმართულებაში ენათმეცნიერებათა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი ბატონი გიორგი გოგოლაშვილი დღეს აქ გვესწრება. ბატონი გიორგი, დიდი მადლობა პირველ რიგში ამ საკანონმდებლო წინადადებისთვის, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ საინტერესოა. სანამ ჩვენ კომიტეტის დასკვნას გაგაცნობდეთ, მინდა გთხოვოთ 5 წუთიან რეგლამენტში რომ ჩავედიოთ, რომ თქვენ გვითხრათ, რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი, რაიმე წინა ისტორია ჰქონდა თუ არა ამ საკითხს და შესაბამისად რა არის თქვენი ხედვა და რა მნიშვნელობა აქვს ამ საკითხის მიღებას და მხარდაჭერას პარლამენტის მიერ. გთხოვთ. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ დღევანდელ დღეს, ქართული ენის დღეს და მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ასეთი შეხვედრა მოუწყვეთ ამ წინადადებას. 1978 წლის 14 აპრილის შედეგებზე როცა ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო ის, რომ იმდროინდელმა ხელისუფლებამ 1 წლის თავზე 1979 წლის აპრილში მიიღო სამთავრობო დადგენილება. რესპუბლიკაში ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ და ერთ-ერთი ღონისძიება იყო ის, რომ შემოიღეს საყოველთაო სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში ქართული საუნივერსიტეტო საგნად გამოცხადდა. ეს მაშინაც და მერე შეფასდა როგორც ძალიან დადებითი მოვლენა და ზრუნვა სახელმწიფო ენის შესახებ. გაიხსნა ესეთი ინსტიტუტებში, როგორც იყო ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, სასოფლო და გაიხსნა კათედრები ქართული ენისა, სადაც იყო კათედრები პედაგოგიურ ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში, არახუმანიტარულ სპეციალობებზე შემოღებული იქნა და ასე საყოველთაო იყო ეს და ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა ამას. 2005 წელს სამწუხაროდ შეწყდა ამ საგნის სწავლება, ანუ უпроსორად არ გამოგცემულა არანაირი დადგენილება, სიტყვიერი მითითების შედეგად მოხდა ის, რომ აღარ იყო ეს საგანი საუნივერსიტეტო საგანი. როცა ჩვენ ამის თაობაზე ვიკითხეთ, გვითხრეს არ არის საჭირო. ეხლა ჩვენ ახლა არ გაგვხსენებია ამ საგნის პრობლემა. მე აქ ხელთა მაქვს წიგნი ძველი ბედი ქართული ენისა 1000 წრეულის მიჯნასთან 2009 წელს გამოვეცით ეს წიგნი. აქ შევიდა რამდენიმე წერილი. მე სათაურებს შეგეკითხავთ და გეტყვით რა ხდებოდა იმ დროისათვის და რატომ მივაქციეთ ამას ასეთი ყურადღება. სათაური არის ასეთი. რა სიტყვის ჩვენზე შთამომავლობა, ეს არის მიმართვა იმდროინდელი კომიტეტის თავმჯდომარისადმი, ნოდარ გრიგალაშვილი იყო ჩვენი კოლეგა ამ კომიტეტის თავმჯდომარე. ფართომასშტაბიანი ომი ქართული ენის წინააღმდეგ, ეს იყო მიმართვა საქართველოს რესპუბლიკაში იბეჭდება 2008 წელს პრეზიდენტისადმი, სააკაშვილისადმი. იყო ასეთი წერილი, დედაენაზე ზრუნვა ბოლშევიკებისგან უნდა ვისწავლოთ. რატომ გახდა საჭირო? აი ის საკითხი, რასაც ვამბობთ პრეზიდენტს, როცა მივმართავთ, მხოლოდ ამ საგნის გაუქმება არ იყო იმ ხელისუფლების მიზანი. იმ ხელისუფლებას სულ სხვა მიზანი ჰქონდა. მე ჩაგიკითხავთ ერთ პატარა მონაკვეთს პრეზიდენტისადმი 2008 წელს მიწერილი წერილიდან. მოდი თვალი გადავალოთ ბოლო 4 წელიწადში თქვენი ხელისუფლების მიერ ქართული ენის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის შედეგებს პრეზიდენტს მიმართავთ სააკაშვილს. გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ქართული ენის სახელმწიფო კომისია, რომელიც იყო სამართალმემკვიდრე 35 წლიდან არსებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგმელი მუდმივი სახელმწიფო კომისიისა. საქართველოს პარლამენტში აღარ არსებობს ქართული ენის ქვეკომიტეტი, გაუქმდა. წინამოწვევის პარლამენტში იყო. გაუქმდა ენის სახელმწიფო პალატა, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. აღარაა ცოცხალი ენის შესახებ კანონ პროექტი, რომელიც წინა პარლამენტში განიხილებოდა. 2002 წელს სახელმწიფო კომისიამ წარადგინა პარლამენტში ენის კანონი,
2003 წელს ეს 3 წლის შემდეგ ეს კანონი ვეღარ მონახეთ, ვეღარ მოვიძეთ, დაიკარგაო გვითხრეს და თქვენ რომ ბრძანეთში 2015 წელს ჩვენ დავამტკიცეთ. 2013-ში შეიქმნა ახალი კომისია ბატონი ივანე კიღურაძის თავმჯდომარეობით ამ კომიტეტის თავმჯდომარის და 2015-ში ეს კანონი მიღებული იქნა. ისე ვაგზელებ ჩამონათვალს რა გაფუჭდა და რა წახდა იმ პერიოდში. აღარ მუშაობს რეკლამის შესახებ კანონის ის მუხლები, რომლებიც რეკლამის ენას შეეხება. გაუქმდა 10 წლის ისტორიის მქონე რადიო პროგრამა ენაის შემკული და კურთხეული. დაიხურა ტელეპროგრამები ენა დედა ერისა ჩვენი ენა ქართული. ზოგადად საგანმანათლებლო სკოლებში შემცირდა ქართული ენის საათები. უმაღლეს სასწავლებლებში აღარაა სავალდებულო საგანი ქართული ენა. განათლების სისტემაში ქართულის პარალელურად სწავლების ენა გახდა უცხო ენა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაუქმდა რაღაც ეს პირველი ბრძანება, რომელიც ხუბუამ დაწერა, ეს იყო ქართული ენის ინსტიტუტი გააუქმა. დანარჩენი ინსტიტუტები რა თქმა უნდა არსებობდა. ამის თაობაზე სარჩელიც არ მიიღო სასამართლომ. ამ ფონზე გაგვირებას იწევს ვინმე ეროვნული გამოცდების ნუსხიდან ქართული ენის გამოცდის ამოგდებაზე არის საუბარი და ასე შემდეგ. ეს იყო ძელი ნუსხა, აი ამის შესახებ საუბრობთ, ამის შესახებ ვერაფერ შედეგს ვერ მივაღწიეთ, თავისთავად ცხადია. ამის შედეგი ის იყო, რომ ინიციატორები დაგვსაჯეს და გაგვასამართლეს კიდევაც როგორც წვრილმანი ხულიგნები ლომაიესა და თანაც საკმაოდ 9 პროფესორი გავგასამართლეს მაშინ ამგვარი ინიციატივებისათვის. შემდეგ ჩვენ ვცადეთ ამ საკითხის სხვა დონეზე თქვენამდე არ მოვსულვართ, უნივერსიტეტის დონეზე გვინდოდა რომ ეს წამოგვეწია და იქედან დაწყებული იყო განათლების სამინისტროს დონეზე, სამწუხაროდ იბლოკებოდა ყოველთვის დღემდე აი ეს საკითხი და როგორც ირკვევა ბლოკავდნენ ისინი, ვინც თავის დროზე ამ საკითხების განხილვაში იღებდნენ მონაწილეობას და ასრულებდნენ იმ დავალებას. აი დღევანდელ დღეს თავისთავად ცხადია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, აი არსებობს საერთაშორისო კვლევები, პიზას კვლევები ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. ქართული ცოდნის დონე არის ძალიან დაბალი. ეს საყოველთაოდ აღიარებულია და ჩამონათვალს რო აკეთებენ უცხოური ცენტრები, კვლევის ცენტრები 100-150 ქვეყნიან სიაში ბოლო ათეულშია ქართული საქართველო და ქართული ენის ცოდნის დონე არის აი ამ დონეზე. შევიდა ეს საკითხი ამგვარად შევიდა სტრატეგია მიიღო 22 წელს დაამტკიცა ჩვენმა მთავრობას სახელმწიფო ენის განვითარების სტრატეგია და იქ აღინიშნა რომ კატასტროფულია ქართული ცოდნის დონე სკოლის დონეზეც, უმაღლესი დონეზეც და ეს იქნება პირველი ნაბიჯი აი ამ აღდგენა იმ საგნისა, რომელსაც თუ თქვენ ხარს დაუჭერთ რა თქმა უნდა, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა და წინ გადაიდგას ცოტა ნაბიჯი ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების საქმეში. აი ეს არის ჩვენი სურვილი და მოთხოვნა. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ერთ დამაზუსტებელ შეკითხვას დააგისვავთ თქვენის ნებართვით. თქვენ ბრძანეთ რომ 2005 წელს გაუქმდა უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება და ეს იყო არა რაიმე ნორმატიული აქტით განსაზღვრული, არამედ ეს იყო სიტყვიერი მითითებით. ვის სიტყვიერ მითითებაზე არის საუბარი, ან ვის გადაწყვეტილება იყო ამ საგნის ამოღება სასწავლო კურიკულუმიდან? ჩვენ როცა უნივერსიტეტში გვითხრეს რომ ეს აღარ იქნება საუნივერსიტეტო საგანი, იმჟამად უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ეს არის 2005 წელი, იყო პროფესორი ლევან გორდეზიანი. რუსუდან ლორთქიფანიძე იყო რექტორი. და ხოვეთ ლევან გორდეზიანს საბჭოზე მოსულიყო და მოეხსენებინა ეს ჩვენთვის. მან ასე ვთქვათ, მოგებით დაასაბუთა თავისი ჯგუფით ის, რომ აღარ არის აუცილებელი ამ საგნის სწავლება. როცა ვკითხეთ, მიგვითითეს აი მხოლოდ ასე, რა თქმა უნდა სამინისტროდან მოდის ეს. სხვათა შორის ერთ-ერთ გეტყვით დაიწერა ეს ყველაფერი იმ პერიოდში, აი ჩამონათვალი არის ძალიან გრძელი. შეტევა იყო მასშტაბური ქართულ ენაზე. ჩვენი ჯგუფი შევხვდით იმდროინდელი სამინისტროს მინისტრს ლომაიას, მოადგილე დიდებულიძე, ბელაწიფურია, იქ იყო მაღალჩინოსნები გიგი თევზაძე და
ჯანაშია, სიმონ ჯანაშია და ესწრებოდა ამას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რატია მაღლობელი. აი ეს ჯგუფი იყო მაშინ, ასე ვთქვათ, რეფორმატორების თავარი ჯგუფი. და მაშინ დაუსვი პირადად მე საკითხი გიგი თევზაძეს. მაბადეთ უბრალოდ ლომაიას გიგი თევზაძის დაიწერა, რომ გიგი თევზაძემ თქვა, როცა კითხეს რატომ შეუტიეთ ასე ქართულ ენას. იმიტომ რომ ქართული ჩვენი სახელმწიფო ენა უნდა გახდეს ინგლისური ენა. ეს დაიწერა, რა თქმა უნდა, დოკუმენტი არ არსებობს და მე პირადად ვკითხე იმ შეკრებაზე, ლომაიას ეს სამინისტროს აზრია თუ გიგი თევზაძის აზრი, რომ ჩვენ სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური ენა. ლომაიამ ამ კითხვაზე პასუხს თავი არის და გადახედა გიგი თევზაძემ თავი დახარა და ამ შეკითხვამ გაიარა ისე რომ პასუხი არ მიმიღია. ეს დაიწერა უბრალოდ, მაგრამ დოკუმენტი რა თქმა უნდა არ შექმნილა. გასაგებია. უბრალოდ მართლაც შოკის მომგვრელი არის ის ჩამონათვალი, რომელიც თქვენს მოხსენებაში წარმოადგენთ, თუ როგორ ხდებოდა მიზანმიმართულად ქართული ენის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღება და მართლაც როგორი მავნებლური და დამაზიანებელი და მიზანმიმართული იყო ეს პოლიტიკა. კოლეგებო, შეკითხვები თუ გაქვთ მომხსენებელთან? შეფასება კი ბატონო, გთხოვთ. მაბადეთ ერთს დავამატებდი ბატონო კიდევ. უკვე იმ პერიოდში ერთი საკითხი ჩვენ მოგებული ქონდა. კანონი რომ შეცვალეს 2004 წელს უმაღლესი განათლების შესახებ, იმ კანონ პროექტიდან ამოიღეს მუხლი, რომ საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ენა არის ქართული. იყო ასეთი მუხლი და ამოიღეს ეს და ამაზე ავტეხეთ თავიდან ჩვენ ამბავი, როცა ეს 2004 წელს 4 დეკემბერში მიიღეს და მოვახერხეთ ის, რომ დავაბრუნებინეთ ის კანონი. ოღონდ იქ მე იყო შენიშნებით და რაღაცა იმართავარია, რომ კანონში აღვადგენინეთ, აი ეს იყო პირველი ნაბიჯი და ამას მოყვა 2005 წლიდან მთელი ეს ჩამონათვალის შემდეგ. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონ გიორგი ჩაკვეტაძე, შემდეგ ბატონ გიორგი სოსიაშვილი. დიდი მადლობა ყველას მოგესალმებით, გილოცავთ დედაენის დღეს და დედაენის დღეს ჩვენი სახელმწიფო ენის დღეს ვილოცავ თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომლისთვისაც ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩემ თაობას, წინა თაობასაც ნაკლებად ახსოვს, რაც ხდებოდა 2000-იან წლებში, თუმცა მინდა რომ მცირედით შევეხო იმ პროცესებს, რომელიც 1979 წელს მიმდინარეობდა თბილისის ქუჩებში. ეს იყო ბრძოლა ქართული იდენტობისთვის, ეს იყო ბრძოლა ქართული ენისთვის. შესაბამისად, ეს დაწყებული ბრძოლა დღესაც გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი კომიტეტი დღეს განიხილავს თქვენს საკანონმდებლო წინადადებას. ბატონო გიორგი, მადლობა ეკუთვნის ქალბატონ ნანასაც, რომელიც დღეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ესწრება კომიტეტის ხდომას და მინდა რომ ძალიან მოკლედ შევაფასო ის, რაც 1979 წელს დაიცვა ქართულმა საზოგადოებამ, თუმცა ვერ მოხერხდა ამ ყველაფრის დაცვა 2000-იან წლებში. ძალიან დიდია ჩამონათვალი იმ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების, რომელიც გადადგა ნაცმოძრაობამ. თქვენ იხსენებდით შეხვედრის დეტალებს, რომლის მიხედვითაც პირდაპირ მტრობასთან ჰქონდა ქართული სახელმწიფოსი ადგილი. უნივერსიტეტებიდან ჩახსნეს ის ორსემესტრიანი საგანი, რაც გულისხმობს ქართული ენის სწავლებას. ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს გვეძლევა საშუალება ამ ყველაფერზე ვიმსჯელოთ, ეს საკანონმდებლო წინადადება განვიხილოთ, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ჩემი კოლეგების მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა. მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ამ საკანონმდებლო წინადადებას ვუჭერ მხარს და მიმაჩნია, რომ ქართულენოვან ფაკულტეტებზე ეს პროგრამა შემდეგ, როდესაც უკვე სამინისტროს ჩართულობით მოხდება ამის დამუშავება, მნიშვნელოვანი იქნება მისი სწავლება ყველა იმ პროგრამაზე, სადაც ეს აუცილებელი არის, რომ იყოს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ 1979 წელს, რასაც ქართული საზოგადოება იცავდა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ყველაფრის დაცვას და რეალურად ქმედითი ნაბიჯებით შევძლებთ, რომ ეს ჩანაწერი კანონში, რომელიც არსებობდა, დავაბრუნოთ და მადლობა კომიტეტის აპარატს, პირადად თქვენ, ბატონო გივი და თითოეულ ჩემ კოლეგას ამ ინიციატივის გაზიარებისთვის და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ბატონ გიორგი და გისურვებთ წარმატებებს.
მადლობა ბატონ გიორგი სოსიაშვილი, შემდეგ ბატონ ლადო. მოგესალმებით, მეც მინდა შევუერთდე ბატონ გიორგი ჩაკვეტაძეს და მადლობით დავიწყო. ბატონ გიორგი, მინდა მადლობა გადაგიხადო თქვენ, ქალბატონ ნანას და მთლიანად ენათმეცნიერების ინსტიტუტს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ქართული ენის თავგადასავალი არსებობს ასეთი წიგნი. აკადემიკოს შოთა ძიძიგურის წიგნი არის და ამ თავგადასავალში როგორც ჩანს დღევანდელი სხდომა განსაკუთრებული დატვირთვით შევა, როგორც ქართული ენის სავალდებულო საგნად დაბრუნების, ასე ვთქვათ, დაწყება ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში. ის რაც თქვენ წერან ჩამოთვალეთ, ეს იყო ძალიან დიდი მავნებლობა ქართული იდენტობის წინააღმდეგ განხორციელებული რეჟიმის მიერ და ამ იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ბურჯის ქართული ენის სწავლების ამოღება იყო მორყევა ამ ბურჯისა ფაქტიურად და ძალიან სამწუხაროა რომ დღეს ამ შედეგებს ჩვენ ვიმკით სამწუხაროდ. ამიტომ ქართული ენის როგორც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საყრდენთაგანის შეტანა როგორც სავალდებულო საგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს განსაზღვრავს დიდწილად ჩვენი იდენტობის მდგრადობას მომავალში. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ძალიან დიდი პატივისცემით მინდა გადაგიხადოთ მადლობა და გამოვხატოთ სრული მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობების სწორად ორიენტირების თვალსაზრისით. დიდი მადლობა კომიტეტს, ბატონ გივი მიქანაძეს, მთლიანად აპარატს და გისურვებთ წარმატებებს. ბატონ ლადო, გთხოვთ. დიდი მადლობა ბატონ გივი, დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოების ყველა წევრს, დიდი მადლობა ინიციატორებს, ბატონ გიორგი, დიდი მადლობა, ქალბატონ ნანას, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ვინც ჩვენ ახლა გვისმენს ყველა იმ ადამიანს და თავის ცხოვრებაში თავის რეალიზაციის საუკეთესო გზას დაუჭერს მხარს. ჩემო ძვირფასებო, მე როგორც ექიმს მაქვს უფლება ერთი რამე გითხრათ, პროფესიით ექიმს. ნებისმიერი დაავადებას ორი ხელშემწყობი გარემო აქვს ორგანიზმის საზიანოდ. ეს არის ენდოფაქტორები და ეგზოფაქტორები. ქართულად შიდა ფაქტორები და გარე ფაქტორები. ვერცეთი გარე ფაქტორი ვერ იმოქმედებს ისე ძლიერად და სრულფასოვნად, თუ შიდა ფაქტორები არ იქნება მისი მხარდამჭერი. ამას ჩვენ ვატყობთ ყველა ფეხის ნაბიჯზე დღევანდელ ცხოვრებას და ამას ატყობდა ყველა ქართველი ოდით დაარსებიდან, სახელმწიფო შექმნიდან და ეს მოყვება დღემდე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ და მემკვიდრეობით უნდა გადაეცეს ნებისმიერ მომდენო თაობებს, ახალ ხელისუფალთ, ვინც მოვლენ ქვეყანაში სამემკვიდრეოდ, რომ ყველაზე მთავარია შიდა ფაქტორის გამტკიცება. ჩვენ შიგნით არსებული სუსტი ადგილებზე პედალირება, მიშველება, გამოსწორება, სრულქმნა, აღმასვლის დაწყება და მსახურებაში ჩაყენება ჩვენი მისიისა, ქართველების სამქვეყნოზე მოვლენების მისიისა. ენაზე უარის თქმა ნიშნავს საქართველოს ისტორიაზე უარის თქმას. ენის დავიწყება ნიშნავს ლოცვის დავიწყებას, მეტყველების დავიწყებას, დალოცვის დავიწყებას, სიმღერის დავიწყებას და თუ ამ ეგზოფაქტორებს, გარე ფაქტორებს დაემორჩილება სუსტი წინამდებობას ვერ გაუწევს შინაგანი სამყარო, შეიძლება მაუგლივი ყმუილი დააწყებინონ ერთს, ნებისმიერს, ამ შემთხვევაში არ გულისხმობ. მინდა ინიციატორებს ქედი მოგიხაროთ თქვენი დაუღალავი შრომისათვის, რაც თქვენ გამოიარეთ ამ პერიოდში, რაც სიკეთეს თესეთ მეცნიერული, ეროვნული სულისკვეთების დამკვიდრების გზაზე და მინდა მთლიანად გავიზიარო ის პათოსი, რომელსაც ეგებება ეს კომიტეტი, ბატონ გივი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საჯაროების ფორმისათვის და ამ საკითხის ასეთი ზუსტად იმ დღეს დამტყვევისათვის, რა დღეს იმსახურებს დიდ ყურადღებას სრულიად ქართველისათვის, რომ ეს საკითხი იქნება მხარდაჭერილი. ეხლა მიმართავ ყველა შიდა ფაქტორს და გარე ფაქტორის ერთიან, ესე როგორ ვთქვა, დაუძინებელ მეგობრებს. რაც ცელობას არ უნდა იყოს, რამდენი ცელობაც არ უნდა იყოს, ქართველი ქართულ ენაზე ილოცებს, ქართულ ენაზე დალოცავს სხვას, ქართულ ენაზე იმეტყველებს, ქართულად იმღერებს, რომელიც სიმღერა კოსმოსშია გაგზავნილი და მეგობრებს შეიძენს კიდე იმ სრულიად სამყაროში. ეს თქვენ ჯინაზე კი არა მარტო, იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი ამოძირკვა, ჩვენზე
როგორ თქვა, ზემოდან შეხედვა არ ეპატიებებს სოფლიოში არც ერთ ეთნოკულტურას. ქართველები არიან, რომლებიც უდიდეს პატივს მიაგებენ დანარჩენ კულტურებს, ენებს, სხვათა ისტორიებს, ძალიან პასუხისმგებლად ეკიდებიან მათთან ურთიერთობას და ამისი დაუნახაობა ზიანის მომტანი იქნება ყველა იმისათვის, რომელსაც საქართველოს ღირსეულწილად მიეცნია იმ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ცხოვრობ და საიდკენაც მივედვით. ოღონდ მივედვით წესიერი საზოგადოებისაკენ. დღეს ჩვენ სამწუხაროდ დედამიწაზე არის დიდი გამოწვევა უწესოების, უზნეობის, დომინაციისა, ზნის კანონის, ადათის და ტრადიციების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ მე მოვესწრები, ბატონ გიორგი, ჩვენ მოვესწრები, ჩვენ თაობა მოვესწრება ახალგაზრდა გენიალური ჩვენი შთამომავალ მემკვიდრეების მეოხებით, რომ ეს არ გაუვა მოსისხრე მტერს ჩვენი ენისა და ჩვენი ისტორიის. თხოვნა მაქვს ქართული ენის მცოდნე, ჯერ კიდევ ვისაც ახსოვს, ვისაც ეს ინერციით მოაგდა, ეს ამაში ცხოვრობს, ამით სულდგმლობს, ამით საზრდოობს, ამით სუნთქავს. ეს ადამიანები ხელის გულზე სათათებელი უნდა იყოს, რომ ქართული ენის სწორად გადამცემი, მისი გრამატიკული უძვირფასესი წიაღსვლის, მისი სამეთყველო ჰარმონიის, გენიალური აზრის თავმოყრის საშუალება ქართული ენა უნდა იყოს წინწამოსული, წარმოჩინებული, მხარდაჭერილი. ამასთან ერთად საქართველოს გენიალური ისტორია, ხასუსო, გენიალური და უკვდავი. ეს ისტორია არასოდეს არ გაწყდება. ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე მყოფიერი ვართ, მაგრამ არასოდეს არ გაწყდება. და კიდევ კარგი, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს მოხდა ის, რაც მოხდა, ქვეყნის ღირსებისაგან შემოbrunება, სუვერენიზაციის გაძლიერების კუთხით და ეროვნული ისტორიის პატივისცემის აღდგენების კუთხით. დიდი მადლობა ამისათვის. დიდი მადლობა თქვენ ბატონ ლადო, ბატონ იმედანი გურაძე. მოგესალმებით კოლეგებო. ბუნებრივია უერთები ამ ბილოცვას უმნიშვნელოვანესი სიტყვი არის ქართული ენის დაცვის დღე. ბუნებრივია ქებაი და დიდებაი აი ამ სიტყვებით მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ქართველს, ვინც დღევანდელ დღემდე მოიტანა ქართული ენა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გამოხატო 1978 წლის 14 აპრილის მონაწილეების მიმართ, რომლებმაც მე ვფიქრობ ყველაზე მძიმე პერიოდში. იმ პერიოდში, სადაც მარტონი იყვნენ მთლიანად აი პირველ რიგში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და ყოველგვარი მხარდაჭერის და ყოველგვარი აქტორების გარეშე ყველაზე მნიშვნელოვან საქმე მიიყვანეს ბოლომდე. პირველად კომუნისტური რეჟიმის ისტორიაში კომუნისტურ რეჟიმს უკან დაახევინეს. დაახევინეს სიცოცხლის, სისხლის და ჯანმრთელობის ფასად. დღევანდელი თანამედროვე ასე ვთქვათ საქართველოსი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი პატივცემული ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი, ბატონი გიორგი გოგოლაშვილი, რომელიც ჩვენი სტუმარი არის, მისმა ამ პატარა ჩართვამაც კი ნათელყო, რაოდენ დიდი ძალისხმევა დაჭირდა იმ პერიოდში ენათმეცნიერებს და ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს, რომ როგორმე დღევანდელ დღემდე და მოეტანათ ის სტატუსი და ის დამოკიდებულება ქართული ენისადმი. შესაბამისად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ენათმეცნიერების ალონ ჩიგობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს, ბატონ გიორგის, ქალბატონ ანა მაჭავარიანს და სულად მთელ გუნდს, რომ მართლაც დადგა ის დღე, რომ რაც შეიძლება მეტად პატივი მიეგოს ქართულ ენას, დედაენას, რომელიც მე ვფიქრობ არის უმნიშვნელოვანესი ქართველი ახალგაზრდების ჩამოყალიბების საქმეში, ქართული სულის და ქართული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საქმეში. ბუნებრივია ერთსულოვანია მართველი პარტია ამ საკითხის საკანონმდებლო ინიციატივას გულისხმობ, რომ ბუნებრივია მიიღოს სრულყოფილი სახე და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენეთ პატივცემულებებს. მადლობა ბატონ ლადო ბოჟაძე. მადლობა ბატონ გივი. პირველ რიგში მინდა ჩვენს ერს და ჩვენს ხალხს მიულოცო დღევანდელი დღე. რა თქმა უნდა მინდა ქალბატონ ნანას და ბატონ გიორგის მადლობა გადაუხადო ამ ინიციატივისთვის
და რა თქმა უნდა პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც 57 წლის წინ დადგა ჩვენი ერის ღირსების ენის დასაცავად. თუმცა ახლა 57 წელი არის გასული და ვხედავთ, რომ ქართული ენა ისე გვაქვს დასაცავი იმ მავნე გადაწყვეტილებებისგან, რომელიც თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობამ მიიღო, როგორი ქართული იცოდა ლომაიამ მინისტრმა, ყველას კარგად გვახსოვს ერთი ქართული სიტყვა რო ვერ დაწერა ნორმალურად დაფაზე და ის გვარები, რომელიც თქვენ მათთან შეხვედრაზე ჩამოთვალეთ, სამწუხაროდ დღესაც ოპოზიციაში ყოფნიდან თუ საექსპერტო წრეებიდან თუ არ ვიცი რა შეიძლება დღევანდელთან პოზიციას დაარქვე, ჩვენც ისინი მაინც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არიან, სამწუხაროდ დღესაც აგრძელებენ ჩვენი ხალხის სახელმწიფოს და ენის წინააღმდეგ ბრძოლას, ამიტომ მე თქვენ გინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ინიციატივისთვის, მადლობა მინდა გადაუხადო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს საკუთარი დადებითი პოზიციისთვის, ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და განსაკუთრებული მადლობა მინდა ასევე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას გადაუხადო, ყველა მათგანს თავიანთ წერილში და პოზიციაში დაფიქსირებული აქვთ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის აუცილებლობა და რა თქმა უნდა მე როგორც ერთმა რიგითმა ადამიანი მინდა ამ გადაწყვეტილებას ხარი დაუჭირო და რა თქმა უნდა მე ვთხოვოთ სამინისტროს რო ახლოს პერიოდში როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხარისხის ცენტრთან ერთად, უნივერსიტეტებთან ერთად ძალიან მალე იქნება და შევძლოთ და მოვასწროთ და სექტემბრიდან უკვე სასწავლო წელზეც ეს ყველაფერი იყოს ასახული. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ ლადო, თქვენ აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ძალიან პოზიტიური და მინდა გითხრათ, რომ ყისიერი გამოხმაურება იყო, როგორც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსგან, პირადად მინისტრისგან, ასევე ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელისგან და მთლიანად აკადემიიდან, ასევე ენის დეპარტამენტისგან იყო სრული მხარდაჭერა ამ ინიციატივაზე, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა ამ ინიციატივის მნიშვნელობა, საჭიროება და მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენ ალბათ გვაქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკომიტეტო სხდომა, რომელიც კი ამ კომიტეტს გაუმართავს, იმიტომ რომ ჩვენს სახელმწიფოებრივ საფუძველს იმ ბურჯს ეხება, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი იდენტობა დგას და ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც როგორც ირკვევა 20 წლის წინ იქნა მიღებული, ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ აი ამ განხილვების შედეგად და პარლამენტის მხარდაჭერით ეს სამართლიანობა უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში აღვადგინოთ და შესაბამისად ორიენტირი გვაქვს, რომ თუ კი ეს პროცესები წავა იმ პოზიტიურ დინამიკაში, როგორადაც განხილვა მიმდინარეობს და ამაში დარწმუნებული ვარ, შესაბამისად მომავალი სასწავლო წლისთვის, ანუ 1 ოქტომბრიდან, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყება ახალი სასწავლო წელი, შესაძლებელი გახდეს უკვე სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე და წინასწარ უნივერსიტეტებიც მოემზადონ იმისთვის, რომ შესაბამის ფაკულტეტებზე, შესაბამის სასწავლო კურიკულუმებში ესე ვთქვათ, ჩაეშვას ის სილაბუსები, რომელიც ქართული ენის სავალდებულო სწავლებას უზრუნველყოფს. მე მინდა ბატონ ოთარს ვთხოვო კომიტეტის სახელით წარადგინოს ის დასკვნა, რომელიც კომიტეტის აპარატმა მოამზადა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე საკითხი დავაყენოთ კენჭისყრაზე. გთხოვთ ბატონ ოთარ. მოგესალმებით. საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გაუქმებული სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლება უნდა აღდგეს უმაღლეს სასწავლებლებში. შესაბამის კანონში უნდა განხორციელდეს შემდეგი ცვლილება. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებულ სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა. სახელმწიფო ენის შესახებ ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისათვის სათანადო პირობების შექმნას. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს სახელმწიფო ენის შესწავლისათვის სათანადო პირობების შექმნას განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის სახელმწიფოენოვან და არასახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ორგანული კანონის მე-7 მუხლში გაწერილია არასახელმწიფოენოვანი ზოგად საგანმანათლებლო და უმაღლესი სასწავლებლების ვალდებულებები ქართული ენის შესწავლის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლში არ არსებობს ნორმა სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ორგანული კანონის 37 მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის მიღებას, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა ინტერესების მაქსიმალური უზრუნველყოფა. ამდენად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ენის შესწავლას და წიგნიერების დონის ამაღლებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებში. მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცნობილი იქნეს მისაღებად. მადლობა ბატონო ოთარ, მე მგონი კომიტეტის დასკვნაშიც ცალსახად გაცხადებული არის ის სულისკვეთება და ის პოზიცია, რომელიც წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერადაც კომიტეტის წევრებმა დავაფიქსირეთ. ბატონებო, წინადადების ავტორთან ხომ არ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა? არა. მაშინ კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ მადლიერებას ამ უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წინადადების წარმოდგენისთვის და თქვენის ნებართვით კენჭისყრაზე დავაყენებ, ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ საქართველოს მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების შესახებ. დიდი მადლობა. ერთხმად არის დამტკიცებული შესაბამისად კომიტეტის აპარატს ექნება შესაბამისი დავალება, რომ წინადადების დამტკიცებიდან გამომდინარე ჩვენ ეს უკვე კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარვადგინოთ ბიუროზე და შესაბამისად დავიწყოთ ის პროცედურები, რომელიც შესაბამის კანონებში საჭირო ცვლილებების ასახვას საჭიროებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს 2 თვეზე მეტი დარჩენილი საგაზაფხულო სესიის ამოწურვამდე, რაც აბსოლუტურად გვაძლევს იმის რეალობას, რომ მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე ამ საკანონმდებლო წინადადებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ და ამოქმედების კონტექსტში დავაფიქსიროთ 2025 წლის 1 ოქტომბერი, ხოლო მანამდე შესაბამის უწყებებს ასევე მიეცეთ დავალება, რომ თუ რაიმე კონკრეტული კანონქვემდებარე აქტია გამოსაცემი ან რაიმე, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი საქმიანობა განსახორციელებელი, ეს ყველაფერი 1 ოქტომბრამდე იქნეს განხორციელებული და შესაბამისად 1 ოქტომბრისთვის უმაღლესი სასწავლებლები მზად იყვნენ იმისთვის, რომ ქართული ენის სწავლება უკვე ოფიციალურად უნდა აღდგეს და ისწავლებოდეს საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება და ისტორიული განხილვა გამოგვივიდა დღეს კომიტეტზე. თქვენის ნებართვით გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე. ბატონ გიორგი და ბატონ ლადო ცოტა ხნით დაგტოვებენ და მალევე შემოგვიერთდებიან. მე მადლობას მოგახსენებ ბატონო გვის დიდი ბოდიშის მოხდით და გულისხმიერებისათვის, რაც თქვენმა კომიტეტმა გამოიჩინა. ქალბატონინან ამჟამად საერთაშორისო კონფერენცია ქართული ენის დღისადმი მისვლიდა უნივერსიტეტშია და მივახარებ მას მივალმასთან მე ამჟამად. და ერთსაც ვიტყვი, რომ ეს არის უკვე მერამდენი საკითხი, რაც აი ამ ხელისუფლებამ დაიწყო გამოსწორება იმ წამხდარი საქმეებისა და კიდევ ბევრია სხვათა შორის გამოსასწორებელი. ერთი ეს რომ კანონი მივიღეთ 2015 წელს. შემდეგ კანონი დედაენის შესახებ 2019 წელს იქნა მიღებული, მაგრამ გოგებაშვილის დედაენა როგორც გოგებაშვილის ავტორობით აღარ ისალებოდა, გადაკეთებული და წამხდარი. ესეც ამ ხელისუფლებამ გააკეთა. ველოდებოდით ჩვენ გვინდოდა ამისათვის, რომ გოგებაშვილის დედაენას მინიჭებოდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი და შემდეგ ქართულ ამბავს 2007-დან ამას ვერ მივაღწიეთ და იმ პერიოდის კულტურის მინისტრებმა და სხვებმა არ გაიკარეს ეს წინადადება და 2013 წელს, 14 წელს, 16 წელს ქართული ამბანი იუნესკომ აღიარა. აი ეს ის ჩამონათვალია, რომელიც აშკარად ჩანს, აშკარად აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას და მადლობა ამ დამოკიდებულებისათვის და მერთმა შეგვეძლებინოს ერთად მსახურება. დიდი მადლობა. აქ მადლობა თუ კი სათქმელია, თქვენი მისამართით არის სათქმელი და
ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ენათმეცნიერს, რომელიც თქვენს ინსტიტუტში მოღვაწეობს და მის მიღმა სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში, მინდა ჩვენი კომიტეტის სახელით უდიდესი მადლიერების გრძნობით პატივისცემა დაუფიქსირო და დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმისთვის, იმ მოღვაწეობისთვის, რომლითაც თქვენ ქართულ ენას უფრო აძლიერებთ და არა მარტო საქმით, არამედ კონკრეტული წინადადებებით, რომელიც შემდგომში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში აისახება. დიდი მადლობა. გადავინაცვლოთ ჩვენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე. ჩვენ გვაქვს ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, ასევე 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია. ქალბატონი ანა მღებრიშვილი პირველად იმყოფება ჩვენთან კომიტეტის სხდომაზე. წარმატებულ, ასე ვთქვათ, დებიუტი მინდა უსურვო კომიტეტთან ურთიერთობის კონტექსტში და გაგაცნობთ ესე იგი ჩვენს დღის წესრიგს, რომ დაახლოებით 20-30 წუთი რეგლამენტი მოხსენებისთვის, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებს და ამ წრეს საზოგადოებას უფლება აქვს რომ დასვას შეკითხვები, რასაც შეიძლება გაცემული პასუხებიდან გამომდინარე შეიძლება ქონდეს დამაზუსტებელი შეკითხვები, რის შემდეგაც შემდგომში ჩვენ ცნობად უნდა მივიღოთ თქვენს მიერ წარმოდგენილი ანგარიში. გთხოვთ ქალბატონო ანა. ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და არ შემიძლია არ დავიწყო მილოცვით და ვფიქრობ დღეს მართლაც ისტორიული დღეა და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ დღეს ამ სხდომას მეც ვესწრებოდი. გილოცავთ ქართული ენის დღეს, ასევე დიმიტრი ყიფიანის დაბადების და წმინდანად შერაცხვის დღეა და სიმბოლური არის ეს თარიღი კიდევ უფრო მეტად და ვფიქრობ, რომ 2025 წლის 14 აპრილიც ასევე ძალიან სიმბოლურად ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, როგორც დღე, როდესაც დაბრუნდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სწავლება. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ის საფრთხეები, რაზეც ისაუბრეთ, შიდა თუ გარე 1978 წელს გარე საფრთხე იყო, თუმცა ამის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე და დამაზიანებელი შიდა საფრთხეები ქართულ ხალხს ყოველთვის აძლიერებდა, გვაერთიანებდა და შეიძლება ითქვას, რომ დღეს სახელმწიფოს ღირსეული პასუხი აი ამ შიდა და გარე საფრთხეების მიმართ ამ დარბაზში იქნა მიღებული და ძალიან მიხარია, რომ მეც ვიყავი ამ მოვლენის მომსწრე და მოკლედ შევეხები ბატონმა ლადომ აღნიშნა, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა არის ქართულ ენასთან მიბმული, ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი არის ენა და დიდი ილია არა მხოლოდ შთამომავლობისთვის შენარჩუნებას გვავალებდა ქართული ენის, ასევე ჩვენ მთლიანად მსოფლიოსთვის ქართული ენის შენარჩუნება არის ჩვენი ვალი და ძალიან მიხარია, რომ სახელმწიფო ესეთი ღირსეული ნაბიჯი გადადგა და რაც ბატონმა თავმჯდომარემ ახსენა, მთელი თანმიმდევრული ნაბიჯების წყება, რომელიც გაატარა მთავრობამ, ნამდვილად სწორედ ამას უწყობს ხელს, რომ პატრიოტი საკუთარი ენის და იდენტობის მცოდნე ადამიანები გაიზარდონ საქართველოში. მადლობა კომიტეტს, მადლობა პარლამენტს და ჩვენს მთავრობას ამისთვის და სამინისტროს მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, რაც იქნება ჩვენი მხრიდან საჭირო იქნება დროულად მიღებული, მათ შორის 1 ოქტომბრისთვის, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ყველაფერი იყოს წესრიგში. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. და უკვე გადავალ ანგარიშის ნაწილზე. მეცნიერება ქართულ ენას ძალიან აქტიურად უკავშირდება და არაერთი პროექტი და კონკურსი, რომელიც განათლების სამინისტროს ფარგლებში ხორციელდება, სწორედ ქართველოლოგია, საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებს უკავშირდება, თუმცა ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ინტერნაციონალიზაციის და ჰორიზონტი ევროპა სწორედ ასეთი შესაძლებლობა არის და მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ანგარიში ჰორიზონტი ევროპის საქართველოს ოფისის საქმიანობის და 2025 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ ჰორიზონტი ევროპა ეს არის ფლაგმანი პროექტი ევროკავშირის, რომელიც ეძღვნება კვლევას და ინოვაციებს და მისი ბიუჯეტი 95 მილიარდი ევრო გახლავთ და 2021 წელს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველოს ქართველ მეცნიერებს და ჩვენს კვლევით ინსტიტუტებს მიეცათ საშუალება, რომ ისარგებლონ შემოთავაზებული კონკურსებით, როგორც სრულუფლებიანმა წევრებმა და ჩაერთონ ნებისმიერი კონკურსი, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში ცხადდება და გარდა ამისა თავად გახდნენ ხელმძღვანელები, კონსორციუმების მეთაურები და ამგვარად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო კვლევით პროექტებში და აქვე ჰორიზონტი ევროპა არის ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის საშუალებას იძლევა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ
როგორი არის ჰორიზონტი ევროპის ინტეგრირება სამინისტროს სისტემაში, ეს გახლავთ ცალკე პროგრამული კოდი, როგორც ხედავთ, მისი სახელწოდება არის საერთაშორისო პროგრამებში ქართულ მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობა და მისი ბიუჯეტი განისაზღვრება საქართველოს მიერ გადახდილი საწევრო გადასახადის ნახევრის ოდენობით დაბრუნებული მიზნობრივი გრანტით. პროგრამის მიზანი ერთის მხრივ არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მეცნიერების, ჩვენი ინსტიტუტების ჩართვა საგრანტო პროექტებში და წარმატებული საგრანტო პროექტების დაფინანსება, თუმცა მეორე მხრივ, როგორც აღნიშნე, მთავარი მიზანი არის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, რომ საქართველოს ქართველმა მეცნიერებმა დაიკავონ კუთვნილი ღირსეული ადგილი საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში და ჩვენ ძალისხმევას და ოფისი, რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ იშურებს ამისათვის. ცოტა ძლიერად ჭირდება დაჭერა. ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის შარჩო პროგრამები მოგეხსენებათ, რომ 1984 წლიდან ხორციელდება და ჰორიზონტი ევროპა ერთ-ერთი ყველაზე დიდი არის როგორც მასშტაბის, ასევე ბიუჯეტის თვალსაზრისით და როგორც ხედავთ 95 მილიარდ ევროს უტოლდება მისი ბიუჯეტი. ჰორიზონტი 2020 იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჩართულობისთვის, თუმცა 2021 წლიდან, როგორც ვთქვი, როგორც ასოცირებული წევრები, ჩვენ კიდევ უფრო მეტად აქტიურად და სრულფასოვნად ჩავერთეთ ამ პროგრამებში. ჰორიზონტი ევროპის სტრატეგიული გეგმა ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. პირველი მათგანი მოიცავდა 2021-24 წლების პერიოდს, შემდეგ კი 25-27 წლების პერიოდი გვაქვს და როგორც ქვემოთად შეიძლება შევამჩნიოთ, სამუშაო პროგრამები ჰორიზონტი ევროპის ფარგლებში ძირითადად არის ორწლიანი. თუმცა 2025 წელი მიმდინარე წელი არის საგამონაკლისო, ერთწლიანი საანგარიშო პერიოდი არის მხოლოდ და 2026 წლიდან ისევ დაუბრუნდებით ორწლიან ციკლს, რომლის ფარგლებშიც გამოცხადდება კონკურსები. ვახსენე სამუშაო პროგრამა და იმისთვის, რომ რაღაცა მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ, როგორ მუშაობს ჰორიზონტი ევროპის პროგრამები, სამუშაო პროგრამა შემუშავდება პროგრამული კომიტეტის მიერ, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამუშავებს სახელმწიფოებისგან, ორგანიზაციებისგან შესულ იდეებს და შედგება ორწლიანი სამუშაო პროგრამა, 2025 წელს მხოლოდ ერთწლიანი პროგრამა, რომელიც april's ბოლოს გამოქვეყნდება ბრიუსელში და ამ პროგრამების და კონკურსების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ჩვენს ეროვნულ საკონტაქტო პირებს, რომელთა შესახებაც უფრო დაწვრილებითაც ვისაუბრებ. ეროვნული საკონტაქტო პირები დოკუმენტაციაში შეფასებული არიან როგორც ჰორიზონტი ევროპის ელჩები ეროვნულ დონეზე და ეს ადამიანები მართლაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. ეს არის საინფორმაციო დღეების ორგანიზება, ვორქშოპების, ანუ სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია ყველა იმ ადამიანთან, ყველა იმ ინსტიტუტთან და მეცნიერთან, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელსაც აქვს კვლევითი პოტენციალი, რომელსაც აქვს სურვილი ან აქვს სამუშაო თემები, რომლითაც შეიძლება ჩაერთოს ჰორიზონტი ევროპის მიერ გამოცხადებულ არაერთ კონკურსში. ამ ადამიანების საკონტაქტო პირების ფუნქციების შესახებ მოგვიანებით უფრო დაწვრილებითაც გეტყვით, თუმცა შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდეთ, ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ ხდება იდენტიფიცირება პოტენციური აპლიკანტების და ჩვენს ოფისს მიმართავენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი სამეცნიერო იდეები, მათ მიიღეს ინფორმაცია კონკურსის შესახებ ან პარტნიორობის შესახებ, რომელშიც შესაძლებელია ჩაერთონ, თუმცა მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. სწორედ ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების მიმართულებით მხარდაჭერა არის ძირითადი ნაწილი მესამე ეტაპზე ჩვენი ეროვნული საკონტაქტო პირების მუშაობის. ისინი ეხმარებიან ჩვენს მეცნიერებს, კვლევით ცენტრებს და ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფო უწყებებსაც, რომ სწორად ჩამოაყალიბონ თავიანთი ხედვები, სწორად ასახონ ყველა ის ტექნიკური დეტალი, რომელიც შესაძლებელია პროექტის შეფასების დროს მხედველობაში იქნას მიღებული და ასევე გამოიყენონ მაგალითად ეგრეთ წოდებული სკრინინგის მექანიზმი, რომელიც ნიშნავს წინასწარ შეფასებას ერთგვარად პროექტის, რათა მივიღოთ რაც შეიძლება კარგი შედეგები და დამერწმუნებით, რომ ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები აქვს ჩვენს ოფისს მოგებული პროექტების, ჩატარებული საინფორმაციო დღეების და სხვა ინდიკატორების მიმართულებით. რაც შეეხება ბოლო ეტაპს, ეს არის პროექტების შეფასება, რომელიც როგორც ხედავთ, მიახლოებით 2-დან 5 თვემდე გრძელდება. ზოგიერთ პროექტს აქვს 5-6 თვიანი შეფასების პერიოდი, ზოგიერთს 2-3 თვე, ამიტომ გვაქვს ასეთი შუალედი მითითებული და აქვე მინდა დავამატო, რომ კალენდარული წელი ჰორიზონტი ევროპისთვის ცოტა განსხვავებული არის. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი არის ზოგიერთი პროექტის შემთხვევაში, ჩვენი საანგარიშო პერიოდი არ შემოიფარგლება კალენდარული წლით და მაგალითად 2024 წელს ჩატარებული კონკურსების შესახებ გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ჩვენ კვლავაც ველით და შესაძლებელია რამდენიმე პროექტი 2024 წელს გამოცხადებული კონკურსებიდან დაემატოს და გვაქვს ძალიან გონივრული და კარგი მოლოდინი აქვს ოფისს ამ მიმართულებით. რაც შეეხება პროგრამის სტრუქტურას,
სამ სვეტად იყოფა ძირითადად ჰორიზონტი ევროპის სტრუქტურა, როგორც ხედავთ, პირველი არის ბრწყინვალე მეცნიერება, რაც ძირითადად მოიცავს ასე ვთქვათ, ფუნდამენტური შინაარსის კვლევებს, მეორე სვეტი გახლავთ გლობალური გამოწვევები და ევროპული ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობა, მესამე კი ინოვაციური ევროპა. ქვემოთ ხედავთ ჩაშლას იმ ძირითადი თემების, რომელთა წაკითხვითაც მე თავს აღარ შეგაწყენთ, თუმცა ზოგადად მინდა გითხრათ, რომ 9 ეროვნული საკონტაქტო პირი გვაქვს და მათ მიხედვით, მათი საკურაციო სფეროების მიხედვით გადანაწილებას ხედავთ ქვემოთ, მაგალითისთვის მარია სკლადოვსკა-კიურის აქტიობების მიმართულება, რომელიც ახალგაზრდა დოქტორანტების და პოსტდოკებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი, კვლევითი ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, კლიმატი და ასე შემდეგ, სადაც ჩვენ და სასიხარულოდ უნდა ვთქვათ, რომ არა მხოლოდ კვლევითი ცენტრები და მეცნიერები, არამედ სახელმწიფო ორგანოებიც არიან აქტიურად ჩართულები და ეს სწორედ ჰორიზონტი ევროპის ოფისის დამსახურებაა. და ასევე მინდა აღნიშნო, რომ სამართლებრივი და ფინანსური საკითხების მიმართულებით პასუხისმგებელი პირი თითქმის ყველა ამ მიმართულებას უწევს დახმარებას და მთლიანად ოფისი არის ჩართული თითოეული პროექტის წერის ეტაპზე, რათა მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადონ და შესაბამისად შინაარსობრივი მხარე დამეთანხმებიან ოფისის წარმომადგენლები, რომ მთლიანად არის გადანაწილებული ოფისის წევრებს შორის. და აქ ხედავთ ჩვენი ეროვნული საკონტაქტო პირების სამუშაო აღწერილობას, როგორც თქვი, ეს ძირითადად მოიცავს კონკურსების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, რაც შეიძლება დიდი ინფორმაციის მიწოდებას პოტენციური აპლიკანტებისთვის საინფორმაციო დღეებში მონაწილეობას. ჩვენი ეროვნული საკონტაქტო პირები თავადაც არიან პრეზენტატორები და ექსპერტები, მათ იმდენად დიდი ცოდნა აქვთ დაგროვილი არაერთი მიმართულებით, ატარებენ საინფორმაციო დღეებს, შეხვედრებს და ასევე მონაწილეობას იღებენ საშუამავლო საერთაშორისო ღონისძიებებში. ისინი ეხმარებიან ჩვენს მეცნიერებს, რომ იპოვონ საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, რაც ხელს უწყობს ინსტიტუციურ დონეზეც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას. სწორედ ამიტომ ელჩების როლი ნამდვილად ცალსახად არის გამოკვეთილი ამ მიმართულებით და ასევე ჩვენი ეროვნული საკონტაქტო პირები ქმნიან აპლიკანტების მონაცემთა ბაზასაც. ვისაუბრე ასევე ადმინისტრაციის ძალიან მაღალ ჩართულობაზე, მათ ფუნქციებზე დეტალურად არ შევჩერდები, რადგანაც როგორც თქვი, ისინი თითოეულ ამ შინაარსობრივ საკითხში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები მუდმივ რეჟიმში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჰორიზონტი ევროპას ქართული ოფისის know-how, ეს გახლავთ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების ქსელი. ეს არის უნივერსიტეტებში იდენტიფიცირებული ადამიანები, საკონტაქტო პირები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას ჰორიზონტი ევროპის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების, შემოთავაზებების და საგრანტო პროექტების და კონკურსების თაობაზე. ეს ინიციატივა, რომელიც საქართველოში შეიქმნა ევროკომისიის მიერ არაერთჯერ შეფასდა როგორც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი და ყოველთვის ძალიან დიდ აღფრთოვანებას იმსახურებს ხოლმე, რადგანაც ეს ძალიან სწრაფი, მოქნილი და ინსტიტუციური მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენს უმაღლეს საგანმანათლებელ დაწესებულებებს და მათში ინტეგრირებულ კვლევით სამეცნიერო ცენტრებს და ინსტიტუტებს მივაწოდოთ უახლესი ინფორმაცია. ფაქტობრივად ისინი ხდებიან NCP-ები, ანუ საკონტაქტო პირები თავიანთ კონსორციუმებში და როგორც ხედავთ, თავდაპირველად 12 სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო სახელმწიფოს დაფინანსებით ჩართული და ამ წარმომადგენლებს სამინისტრო აფინანსებს. შემდეგ დაემატა კერძო უნივერსიტეტები 2022-23 წლებში, ხოლო 2024 წელს ყველაზე დიდი გაფართოება ჰქონდა საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების ქსელს და 14 ორგანიზაცია მიემატა, მათ შორის კერძო უნივერსიტეტები და ასევე ჩვენი ობსერვატორია და როგორც ხედავთ 2025 წელს ჩვენი გეგმა არის, რომ არა მხოლოდ გავზარდოთ ჩართული უნივერსიტეტების და ორგანიზაციების რაოდენობა, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი გახდეს ამ საგრანტო ქსელის წევრი, რათა მათ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ძალიან სწრაფად მივაწოდოთ ინფორმაცია. უნდა ვთქვათ, რომ ჰორიზონტი ევროპის ოფისი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ინსტიტუციურ დონეზე გამყარება ასეთი კავშირის ჩვენ კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება და ამაში სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული. რაც შეეხება ჩვენი წარმატების მაჩვენებლებს, ძალიან მარტივად რომ შევქმნათ წარმოდგენა ფინანსური საკითხების თვალსაზრისით და ბიუჯეტით შემიძლია დავიწყო. როგორც აღვნიშნე, მიზნობრივი გრანტით სახით გვიბრუნდება ჩვენ საწევრო გადასახადის ნახევარი და როგორც ხედავთ, ჰორიზონტი 2020-ის განმავლობაში გამარჯვებული პროექტებიდან მოგებული თანხა აღემატებოდა 8 მილიონს, თითქმის 9 მილიონი ევრო არის და სიხარულით შეიძლება ვთქვათ, რომ
4 წლიანი ციკლის განმავლობაში ჯერ ჰორიზონტი ევროპა არ დასრულებულა და 2 წელი კიდევ წინ გვაქვს 2025-იც ფაქტობრივად წინ არის. გამარჯვებული პროექტებიდან შემოსული თანხა უკვე არის ფაქტობრივად 12 მილიონი евро, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი რიცხვი არის და ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ არა მხოლოდ ჩვენი მეცნიერები პროგრესირებენ, არამედ ჰორიზონტი ევროპის ოფისის ჩართულობა არის ძალიან ეფექტიანი ამ მიმართულებით. როგორც ხედავთ, გადახდელ თანხას თითქმის ორჯერ აღემატება პროექტებიდან შემოსული თანხა და ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ ჰორიზონტი ევროპა ფაქტობრივად გააორმაგებს ამ მაჩვენებელს, რადგან 2027 წლამდე გვაქვს გონივრული და ძალიან დადებითი მოლოდინი, რომ ტენდენცია ზრდის მოგებული პროექტების რაოდენობის და ასევე მათგან მიღებული ევროკავშირის კონტრიბუციის რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ რაც მთავარია, გაიზრდება ჩვენი მეცნიერების ექსპერტიზა, რაც საბოლოოდ ისევ ჩვენი სამეცნიერო სუვერენიტეტის ხელშეწყობისთვის უნდა გამოვიყენოთ ძალიან აქტიურად. როგორც ხედავთ, აქ წარმოდგენილი არის თავად ოფისის ბიუჯეტი 2025 წლისთვის, რომელიც შედარებით მოკრძალებული არის, თუმცა აი ამ აქტივობებს, რომლებზეც ვისაუბრებ მომავალშიც, მაგალითად 53 საინფორმაციო შეხვედრა, 700-ზე მეტი გაწეული კონსულტაცია და ასე შემდეგ, აი ამ ხარჯების ფარგლებს შეხორციელებს ოფისი და ამაზე დიდხანს არ შევჩერდები და მე ვახსენე, რომ 4 ძირითადი ინდიკატორის საფუძველზე ხდება შეფასება ჰორიზონტი ევროპის ფარგლებში. პირველი მათგანი არის წარდგენილი განაცხადების რაოდენობა და საქართველოს ოფისს 272 განაცხადი აქვს წარდგენილი, რომელშიც 363 აპლიკანტი იყო ჩართული და ეს რაოდენობაც მიუთითებს, რომ თანამშრომლობა ეროვნულ დონეზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და სიამაყით შეიძლება ვთქვათ, რომ წარმატების მაჩვენებლით, რომელიც 14%-ს გაუტოლდა, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილს იკავებს, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვისწრებს არის უკრაინა, რომლისთვისაც შექმნილი არის სპეციალური საგრანტო პროექტები, ეგრეთ წოდებული hop-on პროექტები შეიქმნა, რათა უკრაინას როგორც ომში მყოფ ქვეყანას შეუწყოს ხელი ევროკავშირმა და სწორედ ამიტომ არათანაბარ საკონკურსო პირობებში ვიმყოფებით შეიძლება ითქვას. თუმცა მეორე ადგილი და 14% ნამდვილად არის ძალიან დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება. 2024 წელს 66 განაცხადი არის შესული საქართველოს ოფისიდან და მოზიდული თანხა გახლავთ 5 მილიონი евро, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელი არის. პროექტების საქართველოს მონაწილეობით ჯამში გვაქვს 48 და უახლოეს მომავალში, როგორც ოფისმა გვითხრა, ველოდებით კიდევ რამდენიმე პროექტის მოგებას, მათ შორის რამდენიმე ხელმოსაწერი არის და ფაქტობრივად გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ბევრი მოგებული პროექტი დაგვემატება. 2024 წელს 18 პროექტი დაემატა, რომელთა შესახებაც მოგვიანებით უფრო დეტალურად გეტყვით. საინფორმაციო ღონისძიებების არის კიდევ ერთი ინდიკატორი, 86 საინფორმაციო ღონისძიება არის ჩატარებული და როგორც ხედავთ, მათგან 43, ზუსტად ნახევარი არის 2024 წელს ჩატარებული და ეს არის სწორედ ოფისის აქტიური მუშაობის დამსახურება და ამ საინფორმაციო ღონისძიებების ფარგლებში 3500-ზე მეტ მეცნიერს, კვლევით ინსტიტუტს, ორგანიზაციას გაეწია კონსულტაცია და მათ შორის 2024 წელს 1500-ზე მეტი ადამიანი იყო საინფორმაციო ღონისძიებებში ჩართული. აქ კი წარმოდგენილი არის იმ ძირითად მიმართულებებში, რომელსაც ჰორიზონტი ევროპა გვთავაზობს, თუ რამდენი პროექტი გვაქვს მოგებული მთლიანობაში და მათ შორის მწვანე ფერით ხედავთ 2024 წელს მოგებული პროექტების რაოდენობას და ასევე მითითებული გვაქვს ამ პროექტების ბიუჯეტი, თუ როგორი შემოსავალი მოუტანა, ასე ვთქვათ, ჩვენ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, მეცნიერებს და უნივერსიტეტებს. თავს არ შეგაწყენ თითოეული მათგანის დახასიათებით, თუმცა მაგალითად მე-6 კლასტერზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რომელშიც 4 პროექტი არის მოგებული, ეს არის სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო და ვფიქრობ, რომ ნიშანდობლივია ჩვენი მეცნიერების აქტიურობა ამ მიმართულებით, რადგანაც ვფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობა, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება ჩვენი ქვეყნის მეცნიერების განვითარებისთვის და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უწყებების უფრო მეტად ჩართულობა, კერძო ბიზნესის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ არა მარტო ამ მიმართულებით, არამედ ყველა დასახელებული მიმართულებით კონდეს ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები. შემდეგ კი ხედავთ ჩამონათვალს, რომელიც საკმაოდ წვრილი ყოფილა, თუმცა შემიძლია შემდეგ ასევე გაგიზიაროთ და იხილოთ ამ ბეჭდულ ვერსიაში. ეს არის ჩვენი დაფინანსებული პროექტები 2024 წელს მოგებული 18 პროექტი, რომლებიც საკმაოდ ბევრ სფეროს მოიცავს, როგორც ხედავთ და ასევე მითითება გვაქვს გაკეთებული რამდენიმე ყველაზე მსხვილ პროექტზე, როგორც ხედავთ, აპლიკანტების
შინაარსი და აპლიკანტების როგორც რაოდენობა, ასევე მათი განშლადობა არის საკმაოდ ფართო. აქ ხედავთ როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე სამინისტროებს, ასევე ხედავთ ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ასევე კერძო ორგანიზაციებს, შესაბამისად ეს მეტყველებს, რომ ჰორიზონტი ევროპის ოფისი მაქსიმალურად ფარავს ყველა იმ სამიზნე ჯგუფს და აქტორს, რომელიც შეიძლება ეფექტიანად იყოს ჩართული კვლევით საქმიანობაში. და იმისთვის რომ უფრო ასე ვთქვათ ნათელი გავხადოთ თუ რა შინაარსის პროექტებზე არის საუბარი, ორი პროექტის მაგალითი მინდა წარმოგიდგინოთ. ერთ-ერთი მათგანი არის ჩვენი ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ მოგებული პროექტი, რომლის ბიუჯეტი 83,000 ევროს მოიცავს და ეს არის გაფართოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ინსტრუმენტი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი არის 23 პოტენციური აპლიკანტისთვის საპროექტო განაცხადის ეგრეთ წოდებული სკრინინგის მექანიზმის შეთავაზება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მეცნიერებს, რომლებიც წარადგენენ პროექტს, ექნებათ საშუალება უფასოდ მიაწოდონ საერთაშორისო ექსპერტებს თავიანთი პროექტი, მიიღონ მათგან უკავშირი და სწორედ ამ უკავშირის გათვალისწინების საფუძველზე კიდევ უფრო გაძლიერებული პროექტი წარადგინონ უკვე დასაფინანსებლად. რა თქმა უნდა. კი და როგორც ხედავთ, ჯერჯერობით მხოლოდ ორი ასეთი შესაძლებლობა არის გამოყენებული და როგორც კი 2025 წლის აპრილში გამოცხადდება ახალი კონკურსები, რა თქმა უნდა, აქტიურად ჩავერთვებით და გავაგრძელებთ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას და ამ მექანიზმს ჩვენი მეცნიერები აქტიურად გამოიყენებენ. ასევე საშუალომავლო ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი მიმართულება. ეს არის ეგრეთ წოდებული საბროკერო ღონისძიებები, სადაც თავიანთ კოლეგებს ევროკავშირის ქვეყნებიდან და არა მხოლოდ, ასევე ასოცირებული ქვეყნებიდან შეიძლება დაუკავშირდნენ ჩვენი მეცნიერები, ჩვენი ეროვნული საკონტაქტო პირები და კვლევითი ინსტიტუტები, რაც გაზრდის როგორც ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობას მეცნიერებაში, ასევე გაზრდის წარმატების შანსს და არაერთ ასეთ ღონისძიებაზე შესაძლებელია რომ დაიგეგმოს ერთობლივი პროექტები. და როგორც ხედავთ, ასევე არის სასწავლო ვიზიტები, საინფორმაციო ღონისძიებები და ასე შემდეგ. ვახსენე რომ საკმაოდ ფართო მასშტაბიანი შეიძლება იყოს ჩართულობა თითოეულ პროექტში და მეორე პროექტი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის ერთ-ერთი ახალი პროექტი, რომლის განხორციელებაც ივნისში უნდა დაიწყოს და 12 ბენეფიციარი გვყავს ჩართული. ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და საკმაოდ საინტერესო შინაარსის პროექტი გახლავთ. მისი ხანგრძლივობა იქნება 3 წელი და მასში ჩართულები არიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ზაარლანდის უნივერსიტეტი, ასევე ერევნის სამეცნიერო საგანმანათლებლო ფონდი და ასევე არაერთი კერძო ორგანიზაცია. ეს იქნება საკმაოდ დიდი კონსორციუმი, რომელიც იმუშავებს, რომ ქართველ ახალგაზრდა მეცნიერებს, დაახლოებით 150 მეცნიერს, მივაწოდოთ ინფორმაცია, შეუქმნათ სასწავლო მასალა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან პერსპექტიული სფერო არის მეცნიერების განვითარებისთვის და როგორ არა მხოლოდ გადამზადდებიან ეს ადამიანები, შეიქმნება სასწავლო მასალები მათთვის, მათ ექნებათ არაერთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის საშუალება და როგორც ხედავთ 25 ახალგაზრდა პროფესიონალი გრძელვადიანი აკადემიური მივლინებითაც ისარგებლებს და როგორც მოგახსენეთ, მოეწერება ხელი ცოტა ხანში ამ ხელშეკრულებას და 2025 წლის ივნისში უკვე დაიწყება პროექტის განხორციელება და ვფიქრობთ, რომ ეს თანხვედრაში არის ეს პროექტი სამინისტროს ხედვასთან, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოყენებულ იქნეს არა მარტო ადმინისტრირებაში ჩვენი პროცესების, არამედ მეცნიერების მიმართულებით და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჰორიზონტი ევროპის ოფის 2024 წელს ჰქონდა ერთი ძალიან კარგი საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობდა ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მეცნიერებაში, მათ შორის პროექტების წერის ნაწილში და ისრაელიდან ჩამოყვანილი საერთაშორისო ექსპერტი თანამშრომლობდა ჰორიზონტი ევროპასთან და ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩატარდა ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულების გაგრძელება და ასეთი სასწავლო რესურსების გამოყენება ჩვენს მეცნიერებს, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებით ახალგაზრდა დოქტორანტებს ეხმარებათ კვლევითი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. ვახსენე, რომ საკმაოდ ბევრი ბენეფიციარი ყავს ჰორიზონტი ევროპას და პროექტებში ჩართულობის მიხედვით, როგორც ხედავთ, პირველ ადგილს იკავებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ასევე საერთაშორისო ცენტრი, შემდეგ გვაქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელმაც 4 პროექტი მოიზიდა ამ პერიოდში და ასევე ხედავთ სხვა დაწესებულებებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ინსტიტუციებს, რომელთა წაკითხვითაც დეტალურად უკვე თავს არ შეგაწყენთ.
და შემდეგი საკითხი, რაც მინდა მიმოვიხილო, ეს გახლავთ შედარება ჰორიზონტი 2020-თან. წინა საანგარიშო პერიოდთან შედარება და ვახსენე, რომ ჰორიზონტი ევროპის შემთხვევაში წარმატების ინდიკატორი 14%-მდე გაიზარდა, მანამდე ეს იყო 12%. ასევე შეფასების ეტაპზე გადასული განაცხადების რაოდენობა ერთი შეხედვით 425 თითქოს დიდი რიცხვი არის, თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ნახევარი არის ფაქტობრივად ჰორიზონტი ევროპის შემთხვევაში გასული და რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი აპლიკაცია გადავა შემდეგ ეტაპზე. გამარჯვებული პროექტების რაოდენობა თუ კი 6 წლიანი ციკლის ფარგლებში 58 გქონდა, ამ ციკლის ფარგლებში უკვე 48 პროექტი არის მოგებული და შესაბამისად გვაქვს ძალიან გონივრული მოლოდინი, რომ თითქმის შესაძლებლობა გვექნება, რომ გაორმაგდეს ეს რიცხვი და რა თქმა უნდა გადავაჭარბებთ წინა საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. ევროკავშირის კონტრიბუცია, როგორც აღვნიშნე, უკვე 12 მილიონი ევრო არის დღეისათვის, უკვე აღემატება წინა 6 წლიანი ციკლის მაჩვენებელს და შესაბამისად ველოდებით, რომ სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება, რომ 20 მილიონამდე კონტრიბუციით შემოვიდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩართული უნიკალური ორგანიზაციების რაოდენობა, რომელიც 36 იყო ჰორიზონტი ევროპის შემთხვევაში, ახლა კი უკვე 38 არის და ეს ნიშნავს, რომ მასშტაბი ჰორიზონტი ევროპის ქართული ოფისის მუშაობის არის გაზრდილი და სამინისტრო ძალიან აქტიურად ჩაერთვება, რომ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში წარიმართოს ოფისის საქმიანობა. შედარებითი სტატისტიკა, რომ თქვათ, ჩვენ შევადარეთ ჩვენსავე პროგრესს წინა საანგარიშო პერიოდთან მიმართებით, თუმცა როგორი არის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა. თქვით, რომ 48 დაფინანსებული პროექტი გვაქვს, რომელმაც მოიზიდა 12 მილიონი ევროს კონტრიბუცია ევროკავშირისგან. ჩვენს მეზობლებს რომ შევადაროთ, აზერბაიჯანს, როგორც ხედავთ, მხოლოდ 8 დაფინანსებული პროექტი, სომხეთს 18 პროექტი, მონტენეგროს შემთხვევაში აღმოსავლეთ პარტნიორობას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რომ შევადაროთ, მონტენეგროს 24 მოგებული პროექტი აქვს, შედარებით დიდი რაოდენობა პროექტების აქვს მოლდოვას მოგებული, თუმცა აქვე რიცხვი არის რეალურად მომგებიანი, რადგან ეს არის ძირითადად twinning-ის პროექტები, რომლებიც შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი არის და მხოლოდ რაოდენობრივად აღემატება ეს და თუ შევხედავთ დაფინანსების რაოდენობას, მხოლოდ 7 მილიონი ევრო აქვს მოზიდული მოლდოვას და ესეც მიუთითებს, რომ შინაარსობრივად განმავითარებელი პროექტები, რაც ჩვენს მეცნიერებას რეალურად შეუწყობს ხელს, საქართველოს ბევრად უფრო დიდი წარმატებით აქვს მოზიდული. უკრაინასთან დაკავშირებით მოგახსენეთ, რომ უკრაინისთვის სპეციალური რეჟიმი არის ამოქმედებული თითქმის ყველა კონკურსში, რომელიც ცხადდება და მათ ექსპერტებს და მეცნიერებს განსხვავებული პირობები აქვთ შეთავაზებული. შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპიდან ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, მათი მაჩვენებლები, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი არის, თუმცა კარგად ვიცით ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის ხედვა და მათი ხელშეწყობა, შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყანაში საქართველო ცალსახად არის ლიდერი და მიუხედავად უკრაინის მიმართ ხელშემწყობი პროგრამებისა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს ამ მიმართულებით, რომლებიც კიდევ უფრო გაუმჯობესდება. შემდეგ ხედავთ ჩამონათვალს პროგრამით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანებისა და მინდა გითხრათ, რომ ჰორიზონტი ევროპას ოფისი არ მოქმედებს მხოლოდ ამ მიმართულებით და აქტივობების კიდევ უფრო დიდი არის და სამინისტროში ეს პროგრამა ფარავს როგორც ერას, ან ევროპული კვლევის სივრცის, ღია მეცნიერების მიმართულებას, ქოსტის აქტივობებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველა ამ მიმართულებიც, რომელიც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას უკავშირდება, ჰორიზონტი ევროპას მხარდაჭერა არის ძალიან დიდი. და წლების განმავლობაში ჰორიზონტი ევროპის საქმიანობა ფართოვდებოდა შინაარსობრივადაც, როგორც ხედავთ, 2024 წელზე შევჩერდები რეგლამენტიდან გამომდინარე, მოხდა საქართველოში არსებული სამეცნიერო რესურსების და პოტენციალის მეფინგი, ანუ იმ ადამიანების, მეცნიერების და ორგანიზაციების იდენტიფიცირება, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან და არიან უკვე ჩართული სხვადასხვა მიმართულებით და რეალურად ჰორიზონტი ევროპის ოფისს აქვს ერთგვარი ბაზა მეცნიერების, რომელთანაც ჩვენ ვფიქრობთ და სამინისტროს ხედვა ასეთი არის, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ კიდევ უფრო ეფექტიანი მიზნობრივი კამპანიები, საინფორმაციო კამპანიები, რათა ხელი შეუწყოთ მათ კიდევ უფრო ეფექტიან ჩართულობას საერთაშორისო პროგრამებში. ასევე დისემინაციის კამპანიები კიდევ უფრო გაფართოვდება და ჩვენ დავფარავთ ყველა უნივერსიტეტს, განსაკუთრებით გვინდა და გამოწვევად ვხედავთ, რომ რეგიონული უნივერსიტეტები ჩავთოთ კიდევ უფრო აქტიურად, რადგანაც სამწუხაროდ რეგიონულ უნივერსიტეტებში კვლევითი პოტენციალის ხელშეწყობა ჩვენთვის გამოწვევად რჩება და სწორედ ჰორიზონტი ევროპის პოტენციალის გამოყენება იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ შესაძლებელია კონსორციუმების შექმნა, რომელიც
დააკავშირებს წარმატებულ და ასე ვთქვათ გამოცდილ უნივერსიტეტებს, საერთაშორისო პროგრამებში გამოცდილ უნივერსიტეტებს, რეგიონულ უნივერსიტეტებთან, რათა მათ ერთობლივი პროგრამები განავითარონ და ერთობლივად შეიტანონ განაცხადების სხვადასხვა კონკურსზე. მეორე მხრივ კი ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც პირობითად თელავის გორის უნივერსიტეტს დაეხმარებიან, მათი პროფილურობის მიხედვით შექმნან პროექტები და განახორციელონ, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების განვითარებისთვის და ჩვენი ახალი კონცეფციის შემუშავების კუთხითაც ეს საინტერესო იქნება. 2025 წელს ჩვენთვის კიდევ პრიორიტეტული იქნება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს გახლავთ პარტნიორობებში სახელმწიფო უწყებების ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ მე დავასახელე არაერთი სამინისტრო, რომელიც ჩართული იყო ჰორიზონტი ევროპის პროექტებში, ჩვენ გვსურს, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ შეიქმნას ერთგვარი ქსელი სამინისტროების წარმომადგენლების, შევქმნათ ჩვენ ქსელი საკონტაქტო პირების თითოეულ სამინისტროში, რომელთაც მივაწვდით ინფორმაციას ჰორიზონტი ევროპის კონკურსების შესახებ. ეს ხელს შეუწყობს, რომ ინსტიტუციურ დონეზე ჩვენ მოვიძიოთ პარტნიორები და რა თქმა უნდა, ნებისმიერ პროექტში სამინისტროების ჩართულობა ზრდის მათი წარმატების მაჩვენებელს და ასევე ბევრი სიპი, რომელიც სხვადასხვა სამინისტროს ექვემდებარება, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მიიღებს, რომ განავითაროს თავისი მეცნიერული მიმართულება, კვლევითი მიმართულება და ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ განათლების სამინისტრო დაიწყებს პარტნიორობების მოძიებას და ჩვენ სხვა სამინისტროებთან გვექნება აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით. შემდეგი საკითხები, ეს გახლავთ მიმდინარე აქტივობები და შეთავაზებები. მე ვახსენე, რომ ჩატარდა მეპინგის და 474 მეცნიერი ყავს იდენტიფიცირებული ოფის, რომელთანაც გაგრძელდება მიზნობრივი მუშაობა. შემდეგი საკითხი არის საინფორმაციო ღონისძიებების და ტრენინგების ორგანიზება, 43 ჩატარებული პროექტი ჩვენ საინფორმაციო ღონისძიება ჩვენ გვინდა რომ გავზარდოთ და 2025 წელს კიდევ უფრო მეტი ღონისძიება ჩატარდეს. საინტერესო ინდივიდუალური კონსულტაციების მაჩვენებელი, რომელიც 707 იყო 2024 წელს და წელსაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც კი აპრილში გამოცხადდება ქოლები პროექტის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელმა მოგვაწოდა, ოფის უკვე დაგეგმილი აქვს ასეთი აქტივობები და ვფიქრობთ, რომ ამ მაჩვენებელსაც გავზრდით და შემდეგ ხედავთ, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არის დაგეგმილი და რაც შეეხება 2024 წლის გეგმების შესრულებას, როდესაც ამ პრეზენტაციაზე მუშაობდით, ბატონმა ლევანმა ასეთი რაღაც მითხრა, რომ ჩვენ წარვადგინეთ ზუსტად ეს სლაიდი და ახლა ვაჩვენოთ, რა შევასრულეთ აქედან და როგორც ხედავთ, მწვანე ფერით არის მონიშნული ყველა ის მიმართულება, რომელიც წარმატებით შეასრულა ოფისმა და ნამდვილად შთამბეჭდავი არის ოფისის მუშაობა, სულ მცირე არის კონტინგენტი, ვინც ამ თემებზე მუშაობს, თუმცა არიან ენთუზიასტი ადამიანები, რომლებიც მთელი გულით აკეთებენ საქმეს და ამ შესრულების მაჩვენებლებშიც ალბათ ეს დამეთანხმებით რომ ასახული არის. მხოლოდ ერთი მიმართულება, რომელიც დავასახელ, ეს არის პარტნიორობები სამინისტროების ჩართულობით, გვაქვს დაპაუზებული, ასე ვთქვათ, და წელს, როგორც კი გამოცხადდება კონკურსები, ჩვენ აქტიურ მუშაობას დავიწყებთ. შექმნილი არის უკვე პრეზენტაციები, სამუშაო მასალა, რომელსაც ჩვენ სამინისტროებს გავუზიარებთ და მაისში ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე დავიწყებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას და გაიზრდება იმედია ჩვენ მიერ მოგებული პროექტების რაოდენობა და 2025 წლის გეგმები ფაქტობრივად ძირითადი მიმართულებები მიმოვიხილეთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვფიქრობთ პირველ რიგში გაფართოებას, კიდევ უფრო მეტი უნივერსიტეტის და კვლევითი ცენტრის დაფარვას, დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტების ძალიან ეფექტიან ინტეგრაციას ჰორიზონტი ევროპის თითოეულ კონკურსში, ასევე საინფორმაციო დღეების ჩატარება, გვინდა რომ რაოდენობრივად და ასევე რეგიონული დაფარვის კუთხით კიდევ უფრო გავზარდოთ, მათ შორის გამოყენებული იქნება ელექტრონული კომუნიკაციის არაერთი საშუალება, ერას და კოსტის პროგრამებში მხარდაჭერა იქნება ჰორიზონტი ევროპისთვის ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება და საბოლოოდ ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ახალი ნოუ-ჰაუ უნდა გახდეს პარტნიორობა სამინისტროების საპარტნიორო ქსელი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს არაერთი მიმართულებით ჰორიზონტი ევროპის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, იმედია რომ რეგლამენტს არ გადავაჭარბე და ნებისმიერ კითხვას მოვისმენთ თქვენგან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მართლაც შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო და ერთი სულის ამოთქმით გაუჩერებლად, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დეტალურად ფლობთ ინფორმაციას და ჩართული ხართ ყოველდღიურად ამ მიმართულების საქმიანობის არა მარტო ხელმძღვანელობაში, არამედ ამ საქმიანობის მიმდინარეობაშიც, რაც დასაფასებელია და მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან.
ძალიან დიდი მადლობა აქცენტებზე. ალბათ თქვენ გითხრეს, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავატარეთ ამ კომიტეტზე მაშინდელი ხელმძღვანელობის მოსმენა ჰორიზონტი საქართველოს პროცეს ჰორიზონტი ევროპის პროგრამის ჩვენ დავაფიქსირეთ უკმაყოფილება გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მიმართულება სწორედ რეგიონულ უნივერსიტეტებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ამ პროგრამის კუთხით აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, უმოქმედობა და ყოველგვარი რაიმე, ასე ვთქვათ, ფინანსური მხარდაჭერის და ფინანსური მხარდაჭერა ავტომატურად ნიშნავს იქ მეცნიერების აქტიურ ჩართულობას და განვითარების ხელშეწყობას. ეს კომპონენტი იყო და თქვენ გაამახვილეთ ამ საკითხებზე ყურადღება. მაინტერესებს მაინც რომ გამოვკვეთოთ, მესმის რომ პრიორიტეტებში გაქვთ და ეს მისასალმებელია. ამ პერიოდის განმავლობაში 6 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ანუ ამ შემთხვევაში უკვე 7 შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც დაემატა სახელმწიფო უნივერსიტეტებს რეგიონებში, ხო? ანუ საუბარია თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი ძველი, ქუთაისი ახალი, ზუგდიდი და ბათუმი. ამ პროგრამის ფარგლებში თუ რაიმე პროექტი განხორციელდა და რა დაფინანსება იყო, ეს არის პირველი შეკითხვა, რაც მე მაქვს. ასევე თქვენ ბრძანეთ, რომ ნაწილ უნივერსიტეტებში არის ეს ქსელი განხორციელებული, ყველა უნივერსიტეტში არ არის. რა არის ამის მიზეზი? ანუ უნივერსიტეტებს არ აქვს სურვილი, რომ ამ ქსელის ნაწილი გახდნენ, ბოლომდე ინფორმირებული არ არიან თუ რაიმე კრიტერიუმები არის, რომელსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ იმისთვის, რომ იმიტომ რომ ეს ქსელი თქვენ თვითონვე აღნიშნეთ, რომ ევროკავშირის მხრიდანაც განსაკუთრებულ აღნიშვნას აღნიშნულ იქნა როგორც წარმატებული იდეა და პროექტი და მე ვფიქრობ, რომ კარგია. მთავარია რომ ამას კონდეს შედეგიანობა შესაბამისი, სხვა მხრივ ეს კარგია იმისთვის, რომ მეტი კოორდინაცია და მეტი აქტივობა განხორციელდეს და იქ ადგილზე მყოფი ჯგუფი ამ კუთხით მაქსიმალურად ხელს უწყობდეს აკადემიურ პერსონალს, მეცნიერებს, რომ ამ პროექტების მომზადებაში და შემდგომში განხორციელებაში. მაინტერესებს ასევე რომელ ქვეყნებთან არის უფრო ხშირი პარტნიორობა, ანუ მეცნიერულ წრეებთან თუ უმაღლეს სასწავლებლებთან განაცხადების წარდგენისას და რა პროცენტულობა არის მაგალითად აი იმ 48 პროექტიდან პირობითად რომ ვთქვათ ინდივიდუალური პროექტები თუ არის ასეთი და რა არის ერთობლივი პროექტები და თუ გაქვთ ასევე უფრო ჩაშლილად სფეროების მიხედვით საინტერესო იქნება თქვენ თქვით რომ იქ იყო ერთი სლაიდი როგორც მახსოვს იქ სამედიცინო ხო ანუ იქ კიდე უფრო დეტალურად არ ჩანს მაგალითად აი ხა სამართლის სფეროში სად არის კონკრეტულ ან კულტურულ თემებზე ან არქეოლოგია და რაღაც ანუ ეს აი ამ კუთხით თუ არის უფრო დეტალური სტატისტიკა რომ მოგვაწოდოთ შეიძლება აქაც იყო და არ მივაქციეთ ყურადღება არ არის გამორიცხული მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგი იქნება რომ თქვენგან ეს ინფორმაცია მოვისმინოთ. გთხოვთ. გმადლობთ ძალიან საინტერესო შეკითხვებისთვის. პირველ რიგში დავიწყებ რეგიონულ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის მეც როდესაც ვისმენდი ინფორმაციას და ვკითხულობდი ინფორმაციას ჰორიზონტი ევროპის შესახებ, პირველი ეს კითხვა გამიჩნდა, რამდენად გვაქვს მოგებული პროექტები რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობით, სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ მიმართულებით არ გვაქვს დიდი პროგრესი, თუმცა სწორედ საკონტაქტო პირების აქტიური მუშაობა იქნება, ვფიქრობთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მათი ჩართვა ჰორიზონტი ევროპის პროექტებში. რაც შეეხება მიზეზებს, ერთი მხრივ შეიძლება ვთქვათ, რომ რეგიონულ უნივერსიტეტებში თავადაც არ აქვთ სამწუხაროდ აღქმა, რომ კლუვითი პოტენციალი ისეთი დიდი არის, როგორც შეიძლება მათთან იყოს და ამ მიმართულებით მუშაობა შეიძლება დაგვჭირდეს ჩვენ, რათა მათ უფრო ეფექტიანად შეძლონ ჩართვა. მაგალითისთვის, ერთი მიმართულება, SPEP-ის მიმართულება,
შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის მიმართულება შეიძლება იყოს ბათუმისთვის ძალიან საინტერესო და ამ მიმართულებით ჩვენ ვეცადოთ რომ საერთაშორისო პარტნიორობებში ჩავთვლოთ უნივერსიტეტი. მეორე კუთხით არის ასევე ინტერესი თელავში, როგორც იცით, აქ ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კვლევები მიმდინარეობს და ვფიქრობთ რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის რომ ჩვენ დავიწყოთ თანამშრომლობა და რეალურად მეპინგის აქტივობები ვახსენე და ვფიქრობთ რომ სწორედ ამ მეპინგის შედეგები დაგვეხმარება ჩვენ რომ რადგანაც თავად უნივერსიტეტებმა აქამდე ვერ მოახერხეს რომ აქტიურად ჩართულიყვნენ ჩვენი ჩართულობით მოხდეს მათი დაკავშირება საერთაშორისო კონსორციუმებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ვფიქრობთ რომ აქამდე გამოწვევად ვახსენე რეგიონული უნივერსიტეტების ჩართულობა და ვფიქრობთ რომ მიმდინარე წელს ჩვენ შევძლებთ რომ ერთის მხრივ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი წარმომადგენლების მუშაობა ადგილობრივ დონეზე და ასევე ვფიქრობთ რომ ჩვენი NCP-ები, ეროვნული საკონტაქტო პირები იქნებიან კიდევ უფრო აქტიურად ჩართულები, რომ ის კვლევითი პოტენციალი, რაც ნამდვილად არის რეგიონულ უნივერსიტეტებში, ჩვენ შევძლოთ და უკეთესად გამოვიყენოთ. რაც შეეხება თემატიკას, შეიძლება ითქვას, რომ კონკურსები ძალიან მრავალფეროვანი არის, თუმცა ძირითადად მორგებული არის ან მწვანე ეკონომიკაზე. 48 პროექტი თქვენ სლაიდზეც გქონდათ. კი ბატონო, აი აქაც უფრო თვალსაჩინოდ. აი ეს არის ძირითადი მიმართულებები. როგორც თქვი, სამი სვეტი არის გამოყოფილი და შემდეგ მეორე სვეტში კლასტერებად არის ჩაშლილი და თემატური განშლადობა შეგიძლიათ აქ ნახოთ, მაგალითად, მედიცინის მიმართულება გვაქვს, ჯანდაცვის მიმართულება, ასევე არის სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მიმართულება და ასე შემდეგ, ციფრული ტექნოლოგიები, ინდუსტრია და კოსმოსი, სამოქალაქო უსაფრთხოება, კლიმატი, ენერგეტიკა და მობილობა და ასე შემდეგ და ფაქტობრივად ყველა მიმართულებით გვაქვს მოგებული პროექტები, რაც შეეხება ევროპული ინოვაციების საბჭოს, ეკოსისტემებს და გაფართოებას, ეს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტები არის და ასევე თან გადავალ შემდეგ საკითხზე და შემდეგ კითხვაზე თუ რომელ ქვეყნებთან პარტნიორობა არის შედარებით უფრო ხშირი, ჩვენ შეგვიძლია პროექტების შინაარსიდან გამომდინარე დამატებითი სტატისტიკა მოგაწოდოთ და გაგიზიაროთ, თუ რომელ კონსორციუმში რომელი ქვეყნები არის ჩართული, თუმცა ზოგადი სურათისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი მშრალი სტატისტიკა ჩვენ ვიფიქრეთ, რომ არ იქნებოდა მთლად რეალური სურათის სამსახველი, რადგანაც პირობითად ვახსენე ორი პროექტი დავასახელე, ერთ-ერთი მათგანი პოლონეთთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და აღმოსავლეთ ევროპასთან, ასევე გერმანიასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ, თუმცა აქ პროექტში ჩართულობის განსხვავებული მაჩვენებელი აქვს თითოეულ ქვეყანას. შესაძლებელია ქვეყნიდან რამოდენიმე აქტორი იყოს ჩართული, მათ შორის კვლევითი დაწესებულება, ფონდი, სამინისტრო, კერძო ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ასე შემდეგ და მათ აქვთ განსხვავებული შენატანები თითოეულ პროექტში. ისევე როგორც ჩვენ შემთხვევაში, განსაზღვრული არის წილი და მაგალითად სრიაში, ანუ ამ დღის წესრიგში გაიწერება თუ ვინ რა კონტრიბუციით აპირებს შესვლას. შესაბამისად, შესაძლებელია გერმანიას ყავდეს 7 წარმომადგენელი იმ პროექტში, სადაც საქართველო არის ჩართული, მაგრამ ასევე წარმომადგენლები ყავთ პორტუგალიას და ბევრი ასეთი პროექტი გვაქვს, სხვათა შორის და პორტუგალიელი მეცნიერები ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობენ, მაგალითად ასევე იტალია, ესტონეთი, ჩეხეთი და ასე შემდეგ, ანუ ყველასთან გადაფარვა ფაქტობრივად არის, თუმცა უფრო დაწვრილებითი სტატისტიკას ჩვენ თითოეული პროექტის შინაარსიდან გამომდინარე მოგიმზადებთ, თუმცა როგორც თქვი, მათი კონტრიბუცია არის განსხვავებული და მაგალითად შესაძლებელია ერთი ქვეყანა ჩართული იყოს სულ რაღაც 12000-იანი კონტრიბუციით, მაშინ როცა 3 მილიონიანი კონტრიბუციით არის სხვა ქვეყანა ჩართული. რადგანაც შინაარსობრივად კიდევ უფრო მეტ დამუშავებას საჭიროებს და მშრალი რიცხვები არ ექნებოდა ინფორმატიული, ჩვენ ამ დროისთვის პრეზენტაციის ფარგლებში, ამიტომ არ გავითვალისწინეთ, თუმცა როგორც თქვი, მოვამზადებთ, დავამუშავებთ ამ ინფორმაციას და აუცილებლად წარმოგიდგენთ. რაც შეეხება უნივერსიტეტების ჩართულობას, მეორე კითხვას დაუბრუნდები, თქვენ ახსენეთ, არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, მსგავსი კრიტერიუმით ჩვენ შეზღუდული არ გვაქვს, ჩვენ თანამშრომლობთ ყველა იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელსაც აქვს მზაობა და სურვილი, რომ შეუერთდეს ჰორიზონტი ევროპის საუნივერსიტეტო საგრანტო ქსელს. მოგეხსენებათ, ჩემზე უკეთ, რომ 64 უნივერსიტეტი არის საქართველოში, 19 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ძირითადი ნაწილი, სადაც თვითონაც მიიჩნევენ, რომ კვლევითი პოტენციალი უფრო მეტად არის განვითარებული, არის ჩართული, თუმცა როგორც თქვი, ჩვენ გეგმავთ, რომ დავფაროთ სრულად სახელმწიფო უნივერსიტეტები და ჩვენთვის ეს პრიორიტეტული იქნება და ასევე კერძო უნივერსიტეტები უკვე თავისი დაფინანსებით, თავისი ინიციატივით ერთვებიან ჰორიზონტი ევროპაში და სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ძირითად ნაწილს ჩვენ მოვიცავთ, თუმცა რა თქმა უნდა ამოსავალი წერტილი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობა და მათი სრულად დაფარვა განსაკუთრებული აქცენტით ჩვენს რეგიონულ უნივერსიტეტებზე. ძალიან დიდი მადლობა სანამ კოლეგებს გადავცემ სიტყვას, უბრალოდ კითხვისთვის სიტყვას მინდა ცალსახად დაგიფიქსიროთ, რომ
ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ხაზგასმით აღვნიშნეთ და დავაფიქსირეთ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის არა მარტო ცოდნის კერები რეგიონებში, არამედ მათ აქვთ როგორც პოლიტიკური დატვირთვა, ასევე ახალგაზრდების ადგილზე დამაგრების კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს უნივერსიტეტები მართლაც ქვეყნისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ. ამიტომ მათზე მე რა თქმა უნდა არანაირად არ ვაკნინებ სხვა უნივერსიტეტებს, რომლებიც დედაქალაქში არიან განთავსებული და ისინი ძალიან მაღალი სტანდარტის საქმიანობას ეწევიან, თუმცა რეგიონში მყოფი უნივერსიტეტები ცალსახად ჩვენ თემატური მოკვლევაც ჩავატარეთ და გარკვეული გამოწვევების წინაშე დგანან, რომელთა მხარდაჭერაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი არის. ამიტომ მინდა რომ კიდევ ერთხელ თქვენს წინაშე დავაფიქსირო ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი და ყურადღება ამ 7 უნივერსიტეტის მიმართ და გთხოვოთ რომ ეს საკითხი გარკვეულწილად პირადი კონტროლის ქვეშ გქონდეთ. ჩვენთვის აბსოლუტურად ვერ იქნება მისაღები ის გარემოება, რომ უკვე ამდენი წელიწადია ოფისები ფუნქციონირებს ამ უნივერსიტეტებში და არც ერთ უნივერსიტეტს სამწუხაროდ დღემდე ამ მნიშვნელოვანი პროგრამიდან დაფინანსება არ აქვს მიღებული და შესაბამისად პროექტები არ აქვს განხორციელებული. ისინი სხვა ფონდებიდან იღებენ გარკვეულ დაფინანსებებს და ახორციელებენ, თუმცა ეს მხოლოდ იმაზეა მანიშნებელი, რომ მათ აქვთ პოტენციალიც, მათ აქვთ სურვილიც, მათ აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, უბრალოდ ამას სჭირდება ალბათ მეტი ხელშეწყობა, მეტი მუშაობა მათთან და ჩვენი თხოვნა იქნება ეხლა არის აპრილი და კარგი იქნება თუ სექტემბრისთვის თქვენ წერილობით ინფორმაციას წარმოგვიდგენთ იმის შესახებ თუ რა მდგომარეობა არის ვართ ახლა რეგიონულ უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რა წინსვლა გქონდა ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენი პროექტი გაიგზავნა, ამ პროექტებთან მიმართებაში რა პერსპექტივა არსებობს, ან უკვე დაფინანსება არის თუ არა მიღებული და ასე შემდეგ. ჩვენი მხრიდან თუ რაიმე ჩართულობა არის საჭირო, სრული მზაობა გვაქვს ყოველ მხრივ, ესე ვთქვათ, მხარს დაუჭერთ ამ პროცესებს და უბრალოდ თხოვნა გვექნება, რომ სექტემბრის პირველ ნახევარში სამინისტრომ წარმოადგინოს წერილობითი ინფორმაცია 7 უნივერსიტეტის ამ პროგრამის ფარგლებში, ესე ვთქვათ, დინამიკასთან მიმართებაში. ბოდიშის მოხდით მე უნდა დაგტოვოთ, რადგანაც 3 წუთში იწყება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა გავიტანო კანონპროექტი. ბატონ გიორგის მინდა ვთხოვო, რომ გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარეობა. მე მალევე დაგიბრუნდებით, თუ ჩემს მოსვლამდე ქალბატონ ანასთან კითხვები დასრულდება და დავასრულებთ, მაშინ გთხოვთ, რომ ტექნიკური შესვენება გამოაცხადოთ და შესაბამისად რო დავბრუნდები, შემდგომში მესამე საკითხზე გადავალთ. მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, შევერთები ბათოს, რომელიც აღინიშნა მნიშვნელოვან ეს თემატური მოკვლევა, რომელიც კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა და როგორც აღინიშნა, სექტემბრისთვის აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომიტეტი მიიღებს თქვენგან წარმოდგენილ ინფორმაციას. დამატებით ხომ არ არის კითხვები? ბატონ ლადო, შემდეგ ბატონ გიორგი. პირველ ყოვლისა მიულოცავ ჩემ ქალბატონ ანის შესანიშნავ ასულს ამ წარმატებულ პირველ საჯარო პრეზენტაციას კომიტეტის ფარგლებში დიდებულ თემას, კარგი ფორმით, კარგი შინაარსით, კარგი თანხლებით, დიდი პოტენციალის გამოვლენას. მადლობთ ამისათვის. ერთი სიამონება იყო მარტო როგორც ბატონმა გივიმთქვა ამის მოსმენა ერთ ამოსუნთქვაზე ჩაერა, იმიტომ რომ უცებ ადამიანმა სამზარეულო კარგად იცის. მე ცოტა ხელოვნებას როცა რეპეტიცია კარგა, კონცერტი ადვილისაც ეკვია, როცა რეპეტიცია კარგად გაგავლე, ასეა, კარგი ვარჯიში შეჯიბრება ჩავდა. დიდი მადლობა ამისათვის. ეხლა ცოტა გამერცობი და ჩვენ მსმენელისთვის კომიტეტი ღია არის და საჯაროების საუკეთესო ფორმა გვაქვს შერჩეული, ჩართული ყავს მოსახლეობის დიდი ფენები, ვისაც აინტერესებს თავისუფლების მომავალი, ქვეყნის მომავალი, მე მათი შვილების მომავალზეა დამოკიდებული და ასე. რა გვინდა ევროპისკენ, აი ზოგი არის მოწინააღმდეგე, ზოგი მომხრე. 84-87 წელს იყო სულ სადღაც 3 მილიარდი. 3.8 მილიარდი ფონდი. ეხლა რამდენია? 96 მილიარდი თითქმის. ეხლა მოდი ცოტა საგანმანათლებლო, აი
ყველა მეცნიერი არ არის და მეცნიერული აზროვნებისაგან უბიძგოს შემოვალ მემკვიდრეებს. რა ხდება? აი პატარა ციკლი დავხატოთ. ტვინის კაპიტალიზაცია. ადამიანს აქვს ტვინი, უამრავი ლიბერალური თავისუფალია ყველა აზროვნებაში, ფრთებია გაშლილი მესმე. ტვინის კაპიტალიზაცია. შემდეგ კაპიტალიზაციის მიღებული პროდუქტის გამოყენება. ამ გამოყენების შედეგად მიღებული სარგებელი და ამ სარგებლის გამოყენება განვითარებისათვის, მუდმივი განვითარებისათვის. ანუ ამის საშუალებას იძლევა ეს საშუალება დიდი ფონდი. ტვინის რეალია. საქართველოს მე როგორც თანაც მსოფლიოს შავმოვალ მემკვიდრეებს ხოლმე კარგი ტვინები აქვს, ახალგაზრდები აქეთ უნდა იყვნენ მოზიდულები, თავის განვითარებაზე, ეგ ხელოვნური ინტელექტი იხსენია, იქვე უნდა იყოს საფრთხეები ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით. ეს ალგეწავია. იმიტომ იარაღის გამოყენება თუ არ იცი, შეიძლება საზიანო გამოგიხდეს და დღეს ძალიან აქტიურად საუბრობენ ამაზე და აქეთ მინდა იფიქროს ქართულმა ახალგაზრდობა. მერე ახალი ეტაპია სულ საერთოდ ახალი კი არა, დაწყებული კი არა, მაგრამ ეხა უკვე ფეხს იკიდებს. მეურნეობას ვაცნობ, გადამამუშავებელი მეურნეობა. გადამამუშავებელი არა, უნარჩენო მეურნეობა. პრაქტიკულად ეს უნდა იყოს ყველაფერი, რაც კი შეიქმნა პროდუქტი, ბუნებისგან მივიღეთ, გამოვიყენეთ, ვადა გავოვიდა სვეტისქვები, იმის ხელმეორედ ჩართვა, ანუ უნარჩენოთ და აქეთ ბევრი ტვინი უნდა ამოქმედდეს. ქართველებს მინდა კიდე მიმართო, რომ მკვლევართა დიდი გუნდის სახელით ლაპარაკობ, რომელიც მეც მაზიარეს წლების წინ და ეხლა მის თაოსანი გარდაცვლილია სადბინადარია. ბადა გიორგაძე იყო ასეთი კაცი, სასმელ წყალი, წყალი გვიწერია ჩვენ აქ, მაგრამ სასმელ წყალის აქცენტირება, წყალი უკვე ტექნიკური საშუალება კი არა, სასმელი წყალი და ერთ-ერთი ძალიან კონკურენტუნარიანი წყალი აქვს საქართველოს დედამიწაზე და უსაფრთხოების კუთხით, რომელსაც ნაკლები ჭირდება შემდეგ სამომხმარო სახეში მიყვანა, ძალიან პატარა დრო ჭირდება, ქართველები შეიძლება მეცნიერებმა ეს ითენ პოტენციალი გამოიყენონ. ეხლა ეს მადლობის სიტყვები და ეხლა ერთი შეკითხვა, ერთადერთი შეკითხვა. თქვენი კარგად გაქვთ ნათქვამი დისემინირება, ანუ მე ამის ჩაშლა, მე აი ამ საინფორმაციო ველის გაშლა, აი ამის სწავლება, ამ პროექტების წერის ზუსტად ადეკვატურობა და იმ კარგად წასაკითხი რო იყოს ტვინის თვალისა და ტვინისათვის ამის მომზადება. კარგი შედეგია 474 მეცნიერი პატარა საქმე არ არის, ეს დიდი საქმეა და მადლობა თითოეულ მათგან ჩართულობისათვის. ეხლა რამდენი ამ 474-დან რამდენი არის რეალიზებული ამ დისემინირების პროცესში? ხო არა გვაქვს ეს ამისი და ყველა წარმოგე მაშინ მიგვიხსენებია გეომეტრიული პროგრესია, ეს არითმეტიკული პროგრესია, გეომეტრიული პროგრესიაში გადავიდა და უკვე მაიმედებელი სიტყვა. დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. მადლობა ხوار დაამატებთ ქალბატონო ანა და შემდეგ ბატონ გიორგის თხოვოთ. მადლობა, დავამატებ თუ შეიძლება, უღრმესი მადლობა ბატონო ლადო. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებს ნამდვილად გეთანხმებით და ის კურსი და შეხვედრები, რომლებიც ჰორიზონტი ევროპის დახმარებით ჩატარდა, სწორედ ეთიკის საკითხებსაც ეხებოდა, რამდენად ეთიკურია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რა სტანდარტების, მათ შორის აკადემიური სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს და შესაბამისად ამასაც რა თქმა უნდა ყურადღებას ვაქცევთ. და რაც შეეხება მეცნიერების ჩართულობას, როგორც ბატონმა ლევანმა აღნიშნა, ყველა ეს მეცნიერი არის აქტიურად ჩართული ნებისმიერ საინფორმაციო კამპანიაში და კიდევ ერთი ძალიან კარგი ინიციატივა რაც გვაქვს, ჩვენ გვინდა რომ მეცნიერების მენეჯმენტის სასწავლო კურსი შევქმნათ, სასწავლო მოდული, რომელიც დაეხმარება ჩვენს მეცნიერებს, გადავამზადებთ ჩვენ მეცნიერებს. ვფიქრობთ, რომ ახლა მუშაობს სამინისტრო და ჰორიზონტი ევროპას ოფისი ამ სასწავლო მოდულზე, ეს უნდა იყოს მეცნიერების მენეჯმენტის ძალიან ფართო ყოვლისმომცველი კურსი, სადაც შეიქმნება სასწავლო მასალებიც, რომლებიც დაფარავს როგორც პროექტის წერის მიმართულებას, აკადემიურ მიმართულებას, გარკვეულწილად შინაარსობრივ საკითხებს, სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებს, მათ შორის საგადასახადო საკითხები, რომლებიც ძალიან ხშირად პრობლემური არის ხოლმე მეცნიერებისთვის და ამის გამო თავს იკავებენ, რომ ამ ტექნიკურ საკითხებზე დრო არ დაკარგონ, იმდენად მრავლის მომცველი არის და შესაბამისად იმისთვის, რომ ჩვენი მეცნიერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მათ ვინც ძალიან კარგად იცის ენაც, შევამზადოთ ჩვენ ამ პროცესისთვის, რომ მათ პატარა ასაკშივე დაიწყონ პროექტების წერა, ვფიქრობთ, რომ ეს სასწავლო მოდული იქნება ძალიან ღირებული
რესურსი, სასწავლო რესურსი, რომელსაც შექმნის ჰორიზონტი ევროპის ოფისი განათლების სამინისტროსთან ერთად და ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის დაწყება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი წარმატებისთვის. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამ თემაში რა კაი ესეთი პოლემიკის თემა რო გვაქვს. ადამიანი რაც მეც სწავლობს, მით მე ამისი გადმოცემის უნარი უყალიბდება. მიტანის უნარი, ანუ ის არის ერთი არის გზის გამკვალავი პიონერი, მიდის და გაიმარჯვა. ძალიან საინტერესო ამ გამოცდილების გაზიარება. კი ეს თემა, ეს არის უნარჩვევათა ნაწილი მეცნიერული ფიქრის, აზრის და პროდუქტის დამზადების გზაზე და ამიტომ ეს კაი ციფრია, კოლოსალური ციფრია 474 მეცნიერი, პატრაძალა კი არ არის. გასულ 2000 ქართველი მეომარიო, პატრაძალა არისო, როგორ პასიაჭში ვარ. ეს ძალიან დიდი ძალაა. ხო და ამიტომ არც ერთი ეს ადამიანი არ უნდა იყოს დაკარგული. ყველა უნდა იყოს ერთ დიდ მუჭად შეკრული და მე ეს ატომგული რო ძლიერია, მე ახალი ამონაყარი უფრო ძლიერი იქნება. მადლობთ. ბატონ გიორგი ისმეთ. მეც მინდა რომ ხაზი გაუსვა, ძალიან კარგი პრეზენტაცია იყო, ამომწურავი და ძალიან ისეთი დატვირთული, ინფორმატიული ასე ვთქვათ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონო ანა ამ შესანიშნავი პრეზენტაციისთვის. მეც ვიყავი ამ ქსელის ერთ-ერთი შემოქმედი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ძალიან ამაყი ვარ, რომ გორის უნივერსიტეტში ჩემი რექტორობის პერიოდში შეიქმნეს ოფისი და გეტყვით, რომ არ არის ესე მარტივად, რომ ყოველწლიურად დინამიკაში უცბად გაიზარდოს, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიური ამბავია და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეცნიერებისთვის არის ერთგვარი სიახლე და არის ერთგვარი განცდა იმისა, რომ რთულია მოპოვება ამ დაფინანსების და წინ უძღვის ხოლმე ერთგვარად ამ ეს განცდა ამ ყველაფერს. მე მაინც მინდა ვთქვა, რომ ბევრს მუშაობენ ადგილზე ოფისის წარმომადგენლები, ძალიან ბევრი საინფორმაციო შეხვედრები ტარდება, მე მაქვს ინფორმაცია ამაზე და მუდმივად ამ ტრენინგების რეჟიმში არიან, თუმცა ალბათ მაინც კარგი იქნება, რომ პროექტების დაწერის სპეციფიკაზე მეტი ვიმუშაოთ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ძალიან კარგი მეცნიერი, მაგრამ საერთოდ სხვა სპეციფიკა აქვს პროექტის შექმნას, იმიტომ რომ პროექტის თავისი ენა გააჩნია მოგეხსენება და შეიძლება გენიალური იდეა იყოს გაჟღერებული პროექტში, მაგრამ როცა მას ასე ვთქვათ, აფასებენ კომისიის წევრები, შეიძლება ეს პროექტს ვერ იყოს მორგებული კარგად და ამას შეიძლება ეს იდეა მთლიანად ასე ვთქვათ, მარცხი განიცადოს. ამიტომაც პროექტების წერაზე უნდა გადავერთოთ რაც შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სამეცნიერო სკოლები, ბატონ ლადო დამეთანხმება, რომ სოფლიო დონის მეცნიერები გვყავს ჩვენ. სოფლიო დონის აღიარებული მკვლევარები, ციტირების ინდექსით და ასე შემდეგ და რა ვიცი, ძალიან მაღალ დონეზე და ეს ტრადიციული სკოლებია ჩვენთან ახლა ეს გუშინ არ დაწყებულა, იმიტომ რომ მთელი ამ გასულ საუკუნეშიც მოგეხსენებათ, რომ არსებობდა სხვადასხვა ინსტიტუტები და აქ კორიფეები მოღვაწეობდნენ. ერთი კითხვა მექნება, აი ამ ჩემი სურვილის გარდა, არის თუ არა ჩართული ამ მიმართულებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, იმიტომ რომ მეცნიერებათა აკადემია არის მთავრობის სამეცნიერო მრჩეველი და ბუნებრივია, რომ აქ იყრის თავს ყველა ის სამეცნიერო, ასე ვთქვათ, მიგნებები, კვლევები, რაც ქვეყანას გააჩნია მიღწევები და ჰორიზონტ ევროპის ეროვნული ოფისი თუ თანაშრომლობს მეცნიერებათა აკადემიასთან და კარგი იქნება თუ ამ მხრივ გაიზრდება მათი ჩართულობა, იმიტომ რომ აკადემიის მე თვითონ აკადემიის წევრი გახლავართ, აკადემიის წევრებს აქვს ძალიან დიდი აღიარებები მსოფლიო დონის, ასე ვთქვათ, გამოცემებში, ინსტიტუციებში და ასე შემდეგ და ამ მხრივ მაინტერესებს თქვენი პოზიცია როგორია. დიდი მადლობა. მადლობა, გთხოვთ უპასუხოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი კიდევ ერთხელ შეფასებისთვის და საინტერესო კითხვისთვის. რომ დავიწყო პირველი ნაწილით, თქვენ ახსენებთ რეგიონული უნივერსიტეტები და ნამდვილად გეთანხმებით და როგორც აღნიშნეთ, ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება, რომ რეგიონებში კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ როგორც თქვენც ბრძანეთ, არაერთი შეხვედრა, ტრენინგი, როგორც პირისპირ რეგიონებში სულ დადიან ჩვენი წარმომადგენლები და ასევე ონლაინ ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა. ფაქტობრივად ეროვნული საკონტაქტო პირები მუდმივ კავშირში არიან უნივერსიტეტებში თითოეულ წარმომადგენელთან და რეგიონული უნივერსიტეტები, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად არიან ამ ყველაფერში ჩართული. რაც შეეხება პროექტების წერის მიმართულებას, სრულად ვიზიარებ თქვენს პოზიციას, რომ ეს არის ნამდვილად ცალკე უნარი და უნდა აღინიშნოს, რომ ჰორიზონტი ევროპის ოფისი ატარებს
სამეცნიერო პროექტების წერის ბანაკებს. ეს არის სპეციალური სამუშაო შეხვედრები, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა აქამდეც და ოფისი ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა ამ ბანაკებზე, რათა სწორედ ასეთი უნარები, წერის უნარი განუვითაროთ ჩვენს მეცნიერებს და ჩვენს მკვლევარებს და ასევე ალბათ ჩვენი იდეა, რომელიც ცოტა ხნის წინ თქვი, ეხმიანება ზუსტად თქვენს გულის ტკივილს, რომ რადგანაც პროექტების წერა მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს, მოითხოვს ძალიან ბევრი ტექნიკური, ცოტა დამღლელი და რუტინული, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალის ცოდნას, ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ შექმნილი სასწავლო კურსი და მათ შორის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არ იქნება მხოლოდ რამდენიმე განგრძობადი ტრენინგი. ეს იქნება სასწავლო მასალებით დატვირთული ერთიანი პროგრამა მეცნიერებისთვის, რომლებსაც ეყოლება თავისი სამიზნე ჯგუფები და ეს სასწავლო პროგრამა მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას გაეცნოს ამ სასწავლო კურსს, ასევე გაიზიაროს ექსპერტული ცოდნა ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ პროექტის წერის უნარები და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით ეს ინიციატივა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები ინსტრუმენტი ჩვენი წარმატებისთვის. კეთილი, თუ კითხვები აღარ არის, შეგვიძლია რომ წავიდეთ დასასრულისკენ ამ საკითხზე. დაზუსტება აკადემიასთან დაკავშირებით იყო ასევე და მოგესალმებით მეგობრებო, აკადემიასთან დაკავშირებით შემიძლია ერთი ვთქვა, ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ მეცნიერებას, შარშან ჩავატარეთ, წელსაც ვატარებთ მეცნიერებათა აკადემიაში ისეთივე საინფორმაციო დღეს, როგორც სხვა ორგანიზაციებში, მიმართულებებსაც ვშლით და დეტალებზეც გვაქვს საუბარი. შარშანდელი შეხვედრის მერე ორ პროექტზე დავიწყეთ ბატონ შენგელიასთან და არიან ბატონები კიდევ რამოდენიმე, რომელიც დაინტერესდა, ანუ ჩვენ დიახ ბატონ რამაშენგელიასთან კი სამედიცინო მუზეუმთან დაკავშირებით იყო საინტერესო თემა. მოგეხსენებათ, ინგლისური პირველ რიგში ვეუბნებით ხოლმე, რომ აუცილებელი არის, მაგრამ თუ სადაც ინგლისური არ არის, დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერების მეშვეობით ვცდილობთ ხოლმე ესეთ თემატიკაზე მუშაობას და მოკლედ დაწყებული გვაქვს მუშაობა და პროექტამდე აუცილებლად მივიყვანთ და მე უკვე როგორ იქნება ვნახავთ. კეთილი, მადლობა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის. ჩვენ დღის ეს რიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა ცნობად უნდა მივიღოთ, გთხოვთ. მადლობა გისურვებთ წარმატებებს. ბატონ გივი, გთხოვთ, რომ მესამე საკითხი განვიხილოთ. მადლობა. დიდი მადლობა. კოლეგებო, წარმოგიდგენთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებებს. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ წინა საკომიტეტო სხდომაზე და დეტალურად ჰქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ მისი მნიშვნელობა გაგვეაზრებინა. მოგეხსენებათ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ აღვადგინეთ წევრ კორესპონდენტების ასე ვთქვათ პოზიცია ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში, თუმცა მაშინ არ იყო შესაძლებლობა და მზაობა იმისა, რომ სოფლის მეურნეობათა აკადემიაში მომხდარიყო ანალოგიური ცვლილებების შეტანა. ჩვენ გქონდა ინტენსიური მოლაპარაკება მთავრობასთან, ამ შემთხვევაში კონკრეტულად სამინისტროსთან და მათგან მივიღეთ მხარდაჭერა, ასევე კოორდინაცია გქონდა ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიასთან, რომ მისი პოზიციაც ჩვენთვის ნათელი ყოფილიყო და რა თქმა უნდა ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებოდით სოფლის მეურნეობის აკადემიასთან, რომელიც ძალიან პოზიტიურად გამოეხმაურა იმ მოცემულობას, რომ ეს ასე ვთქვათ ერთგვარი დისპროპორცია, დისბალანსი ჩვენ აღვედგინა და ახლა გვაქვს შესაძლებლობა. მინდა გითხრათ, რომ დღეს ორი სავალდებულო კომიტეტი ჩატარდა, როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ასევე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, სადაც მე ეს ინიციატივები წარვადგინე და ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ჩვენი წინადადება, რის საფუძველზეც გთავაზობთ ცვლილების სახით, რომ სოფლის მეურნეობათა აკადემიას მიეცეს საშუალება, რომ აირჩიოს წევრ კორესპონდენტები. აქვე შეგახსენებთ, რომ კანონით განსაზღვრული არის ლიმიტი სტიპენდიანტების და
წევრ კორესპონდენტების ეს არის მაქსიმუმ 10. ჩემთვის ამ აკადემიის ხელმძღვანელის მხრიდან არის ინფორმაცია გაზიარებული, რომ ამ ეტაპისთვის ყავთ არჩეული 4 სტიპენდიანტი და 6 ვაკანტური პოზიცია აქვს, რომელსაც ამ კანონის დამტკიცებისა და ამოქმედების შემდეგ ისინი გამოიყენებენ წევრ კორესპონდენტების ასარჩევად და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმ აუცილებლობას, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ხდებოდეს აკადემიკოსად პირის არჩევა არა პირდაპირ, არამედ გამონაკლისებით შეიძლება იყოს, მაგრამ არა პირდაპირ, არამედ იმ საფეხურების გავლით, რომელიც სწორედ დამსახურებაზე და გარკვეული წლების მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. ასევე მეორე ცვლილება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ არ შეიძლება არ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და დაფასება ჩვენი მეცნიერების, ჩვენი აკადემიკოსების მიმართ. და მოგეხსენებათ, რომ სწორედ ეს კანონი განსაზღვრავს სახელფასო მოცემულობას მათთან მიმართებაში, თუმცა განსაზღვრავს მინიმალურ დონეს. და ჩვენ გვიწერია აქაც რამდენადაც შეიძლება ცოტათი გასაოცარი არ უნდა იყოს, გვიწერია, რომ ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს არ შეიძლება ჰქონდეს 1600 ლარზე ნაკლები თვეში ხელფასი, ხოლო სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოს არ შეიძლება ჰქონდეს 1400 ლარზე ნაკლები. აქაც გვაქვს გარკვეული დისპროპორცია და ამასთანავე წლების განმავლობაში ეს მინიმალური ზღვარი არ გაზრდილა იმისთვის, რომ სამართლებრივი გარანტიები უფრო მტკიცე ყოფილიყო. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც რა თქმა უნდა მთავრობასთან იქნა ეს პოზიციები შეჯერებული და შეთანხმებული, რისთვისაც მინდა მთავრობის მეთაურის მიმართ, ფინანსთა მინისტრის მიმართ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთან მიმართებაში მადლიერება გამოვხატო და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის აკადემიკოსებისთვის მინიმალური სახელფასო მოცემულობა განისაზღვროს არანაკლებ 2000 ლარით. რაც შეეხება სტიპენდიანტებს და წევრ კორესპონდენტებს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სახელფასო უზრუნველყოფა 1000 ლარიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის აკადემიაში 900 ლარიანი და იგივე მხარდაჭერითა და ერთიანი გადაწყვეტილებით შემოგვაქვს ცვლილებები, რომლითაც ორივე აკადემიაში წევრ კორესპონდენტებსაც და სტიპენდიანტებს არანაკლებ 1250 ლარისა ექნებათ ანაზღაურება. ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციით ჩვენ მივაღწიეთ ესეთ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული ცვლილებები სახელფასო მინიმუმებთან დაკავშირებით ძალაში შევიდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. შესაბამისად, ეს არის ძირითადი მოცემულობა ამ ცვლილებებისა და წარმოდგენილი კანონპროექტის. ვსადუა რომ უპასუხო თქვენ შეკითხვებს და იმედი მაქვს, რომ კომიტეტში, როგორც წინა შემთხვევაში, ეს პოზიციები იქნება გაზიარებული და მხარდაჭერილი. მადლობა წარმოდგენილი საკითხისთვის. კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის, იმდენად კაი საკითხია, კაი ინიციირებაა, რომ ბატონო, ნიშნავანი არის ამ საკითხის კომიტეტის მხრიდან დაინიცირება, რა თქმა უნდა, მივესალმებით და მხარს უჭერთ. თუ კი კითხვები არ არის, შეგვიძლია რომ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვა ჰქონდა პირველი მოსმენით და ამ საკითხს დაუჭიროთ მხარი მომხრე. წინააღმდეგი არავინ არ არის, არც თავი შეუკავებია ვინმეს, მიღებულია. მადლობა, ამით შეგვიძლია რომ კომიტეტის დღევანდელი სხდომა დავასრულოთ. მადლობა.